გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. დღეს თქვენი თხოვნები ავასრულე და მოვიწვიე ჩემი მენტორი და პროფესორი ბატონი ზურაბ ვახანია, რომელსაც ითხოვდით რომ დამებრუნებინა. რა თქმა უნდა, ბატონი ზურა ჩემი პოდკასტის მრავალგზის სტუმარი იქნება მომავალშიც და ბევრ ძალიან საინტერესო თემას განვიხილავთ. დღეს კი პირველ რიგში დავასრულებთ, უბრალოდ განვაგრძობთ იმ თემებს, რომელიც დავიწყეთ პირველ ეპიზოდში და მე თქვენ გირჩევთ, თუ ის ეპიზოდი არ გინახავთ, ანუ ბატონი ზურაბის სტუმრობა, პირველი სტუმრობა ჩემს პოდკასტზე, ჯერ აუცილებლად ნახეთ ის ეპიზოდი, რომელიც მულსაც აქვე დაგიტოვებთ. და შემდეგ დაუბრუნდით ამ ვიდეოს. შეგახსენებთ, ზურაბ ვახანია გახლავთ ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიკოსი, უკრაინის სოციალური და პოლიტიკური ფსიქოლოგიის ინსტიტუტის საპატიო დოქტორი და რაც მთავარია, განწყობის თეორიის განმავითარებელი. სანამ ჩვენ საუბარს დავიწყებთ, აუცილებლად უნდა ვახსენო სალომე კასრაძის პოდკასტის სპონსორი ავეჯის სახლი ლაქშერი, რომელიც მაისის ბოლომდე გთავაზობთ ჩემს მაყურებლებს სპეციალურ შეთავაზებას. პრომოკოდით საკოსი თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 10%-იანი ფასდაკლება ნებისმიერი სახის ავეჯზე. უფრო მეტ დეტალებს გაეცნობით ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში. რა თქმა უნდა, ჩანაწერები მიმდინარეობს პოდკასტ არეაში და კიდევ ერთი მიმართვა, ერთი თხოვნა მაქვს უბრალოდ თქვენთან. საკმაოდ უცნაურია, რომ ჩემს პოდკასტზე მაყურებელთა 65% არ არის ჩემი არხის გამომწერი, თუმცა ვიდეოებს თავიდან ბოლომდე უყურებს. მხოლოდ გამომწერთა მაყურებელთა უბრალოდ 35%-ს აქვს გამოწერილი ეს არხი. ამიტომ მინდა გთხოვოთ, თუ თქვენთვის საინტერესოა ჩემი პოდკასტები და ის თემები, რომელსაც ვაშუქებთ, ის სტუმრები, რომელსაც ვიწვევ, გთხოვთ, რომ გახდეთ ამ არხის გამომწერი. ასე ძალიან დაეხმარებით არხს განვითარებაში. და დავიწყოთ, ბატონ ზურაბ, მოდით პირველ რიგში განვაგრძოთ უნდილობის თემა. ჩვენ პირველ პოდკასტში ვახსენეთ უნდილობა, რომელიც გახლავთ ქართული შესატყვისი უცხოური სიტყვის ინფანტილიზმი, იგივე ბავშვურ ასაკში ჩარჩენა. ეს უნდილობა არის ერთ-ერთი ის სიტყვა, რომელიც ქართულ ენაში გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ არ ვიყენებთ და ბევრმა მაყურებელმა არც იცოდა მის შესახებ. მოდით დავიწყოთ იმ თემით, თქვენ ახსენეთ პირველ ეპიზოდში, რომ უნდილობა ეს არის საკმაოდ გავრცელებული საქართველოში. მაგრამ დავიწყოთ იმით, თუ რა არის უნდილობის მთავარი მიზეზები. რასაკვირველია, მთავარი მიზეზები არის აღზრდა, საოჯახო ჯერ და მერე საასკოლო. როდესაც ეს ცუდად აღიზრდება ბავშვი ჯერ ოჯახში და მერე სკოლაში. და ამის გამო არ ხდება მისი საკმარისი პიროვნული განვითარება. რასაც საგანგებო ყურადღება სჭირდება, საგანგებო აღმზრდელობითი ღონისძიებები სჭირდება. მაგრამ საგანგებო აღმზრდელობით ღონისძიებამდე ყოველ შემთხვევაში ის მაინც არ უნდა იყოს, რომ რაც ხელის შემშლელი არის, აი ისინი მაინც ხომ უნდა მოვაცილოთ ბავშვს. ხელის შემშლელში რას გულისხმობთ? ხელის შემშლელი არის ის ყველაფერი, რაც ბავშვს უბიძგებს, რომ იყოს პასიური და არ განვითარდეს. რა უბიძგებს ბავშვს ამისი? პირველი ეს არის არასრულფასოვნების და ბრალეულობის გრძნობები. ამის გამო შეიძლება ბავშვმა ხელი კონდეს ჩაქნეული, თანაც ეს გაუცნობიერებლად ხდება. და ფსიქოთერაპიის დროს სწორედ საჭირო ამის გაცნობიერება. და მერე ცნობიერად ამის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ბავშვს ეს არა გაცნობიერებული, მაგრამ შინაგანად არის პასიური. რატომ? იმიტომ რომ ოჯახში შეცდომებმა და მერე სკოლამ ჩაუნერგა მას ის, რომ მე ვერ შევძლებ, მე უარგისი ვარ და ამის გამო ის აღარ ვითარდება. როგორ მოხდა ეს ჩანერგვა? ჩანერგვა ჯერ ოჯახიდან იწყება, როდესაც ზედმეტი სიმკაცრე, ჭარბი მეურვეობა ან პირიქით ზედმეტი გაფუფუნება, არც ის ვარგა, არც ეს ვარგა. ესე იგი ზომიერება არის საზოგადოდ აღზრდის ოქროს წესი. უკიდურესობები ყოველთვის არის ცუდი და კარგი არის რაღაც ოქროს შუალედი ზომიერების. ესე იგი
ზედმეტი სიმკაცრე როგორიც მავნებელია და ზედმეტი ასევე მავნებელია ზედმეტი გაფუფუნება და განებივრება ბავშვის. ბავშვი უნდა მიეჩვიოს პატარობიდანვე წინააღმდეგობათა გადალახვას და დამოუკიდებლად რაღაცის კეთებას. ესე იგი ყველაფერი რომ მის მაგივრად სხვამ გააკეთოს იმის გამო რომ ბავშვს კარგად არ გამოზდის ეს დიდი შეცდომაა. ესე იგი რისი გაკეთებაც კი მას შეუძლია თვითონ გააკეთოს. და ეს მეორე მხარე ახლა ზედმეტი სიმკაცრე, როცა ზედმეტად ბევრს ითხოვენ ბავშვისგან. და როგორ მოვძებნოთ ეს ოქროს შუაგული? არ არსებობს ამის ზოგადი წესი, იმიტომ რომ ეს დამოკიდებულია ბავშვზე, ეს ინდივიდუალურია. ზოგ ბავშვს უფრო მეტი შეუძლია, ზოგს ნაკლები შეუძლია და ახლა ასე ორი სიტყვით ამის თქმა ძნელია, ამას უნდა ინდივიდუალურად გამოკვლევა შემთხვევაში, მაგრამ აი ზოგადი პრინციპია, რომ ბავშვის თვალებში უნდა ჩავხედოთ ხოლმე ხშირად და ვეცადოთ მას გაუგოთ. და მაშინ მივხვდებით ჩვენ აი დაახლოებით სად არის ეს ზომიერება, რომ ზედმეტად ბევრიც არ მოვთხოვოთ ბავშვს და მით უმეტეს სიმკაცრით და ზედმეტადაც არ გაანებივრდეს. ეს ყველაფერი ლაბარაკია სკოლამდე ასაკზე. ახლა სკოლაში მოდის ბავშვი და მისი მთავარი სარბიელი ხდება უკვე სკოლა. ბავშვის პირველი სოციალური როლი არის მოსწავლე. და რომ მანამდე ის თამაშობს სულ. და აი უკვე მოხდა საზოგადოებაში და როლი აქვს მას უკვე მოსწავლის როლი და ახლა იწყება მისი როგორც მოქალაქის, როგორც პიროვნების, როგორც საზოგადოების წევრის ჩამოყალიბება. და უკვე სკოლა ხდება ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ სკოლაშიც იგივე დარღვევები ხდება. რომ იმის მაგივრად რომ ბავშვი დარწმუნდეს საკუთარ ძალებში, რომ დარწმუნდეს იმაში, რომ თუ კი მოინდომებს და იაქტიურებს, ის შეძლებს წარმატების მიღწევას და განვითარდება, ამის მაგივრად საბოლოოდ ჩაკვდება მისი გერგილიანობა, ან ინიციატივა, მისი რაღაც ინტერესი, რაც ბუნებრივად აქვს ყველა ბავშვს. მისი შიდა мотиваცია, რაც ასევე ბუნებრივად აქვს ყველა ბავშვს, თუ კი ჯანსაღია. ეს ყველაფერი ნელ-ნელა ჩააქრება, იმიტომ რომ ბავშვი არის პირდაპირ აი ჩამარხულია ბავშვი პირდაპირ იმ არანორმალურ მოთხოვნებში, რასაც მას წაუყენებს სკოლა. განსაკუთრებით ეს იწყება უკვე მე-6 მე-7 კლასიდან, როდესაც უკვე შეუძლებელია სწავლა. რას გულისხმობთ? რას გულისხმობ და ის საკმარისია აი დასრულმა ადამიანმა გადაშალეთ აი მე-8 კლასის, მე-9 კლასის, გინდა ისტორიის, გინდა გეოგრაფიის, გინდა მათემატიკის, რომელი წიგნის გინდათ გადაშალეთ და თუ არის ნორმალური ადამიანისთვის იმის წაკითხვა უბრალოდ შესაძლებელი. არათუ სწავლა, იმის წაკითხვაც კი თითქმის შეუძლებელია, აი ესეთი სახელმძღვანელოებია, რატომ და შესაბამისად სტანდარტებია ასეთი და სტანდარტებიც უარგისი და მე სახელმძღვანელოებიც უარგისი, ბავშვი ყოველდღე წმუნდება, რომ მას არაფერი არ შეუძლია არც ერთ სააგანში. იმიტომ რომ ვერ სწავლობს, ვერ უმკლავდება. ვერ უმკლავდება, იმიტომ რომ შეუძლებელია იმის სწავლა. არათუ ბავშვისთვის, ზრდასრულისთვის, დიახ. და ბავშვს გაცილებით ნაკლები შეუძლია. კიდე ეს არის დიდი შეცდომა, რომ აი გონიათ, რომ მე აღარ შემიძლიაო და იმას შეუძლიაო და ეგ დიდი სისულელეა ეს, იმიტომ რომ აი განსაკუთრებით მე-8 მე-9 კლასები არის ისეთი ასაკი, როცა ბავშვს ყველაზე მეტად ეზარება სწავლა და ყველაზე ნაკლებად შეუძლია ყურადღების თავმოყრა რაღაც ერთ საკითხზე და მისი სისხლი უდუღს და მისი ფანტაზიები, მისი ისინი ფიქრები სხვაგან დაქრის აქეთ-იქით და ამ დროს რომ ეს წნეხი მოდის და ყოველწლიურად იმატებს თან. ესე იგი მე-6 კლასელს მეტი შეუძლია ყურადღების მოკრება და ისა, ვიდრე მე-8 კლასელს. და ეს ნორმალურია. და ასეც უნდა იყოს, მაგრამ ეს ხო უნდა გაითვალისწინოს სასწავლო პროგრამებმა. და არ ხდება ეს არანაირად, ყოველწლიურად იმატებს ეს საშინელი მძიმე წნეხი. ესე იგი ბავშვებს თხოვენ
არარეალური მოთხოვნებია ბავშვების მიმართ წაყენებული და ეს არის იმის მიზეზი, რომ ბავშვი ვერ უმკლავდება და შემდეგ უყალიბდება არასრულფასოვნების კომპლექსი. ხო, ოჯახიდან კიდე ბრალეულობის კიდე კომპლექსი, რომ აი რაღაც ცუდი ვარ მე. და მით უმეტეს თუ კი ოჯახში არის არაჯანსაღი სოციალურ-ფსიქოლოგიური გარემო, ესე იგი დაძაბულობა ოჯახის წევრებს შორის და ჩხუბი და ღრიალი და რაღაცა და ისა, ხო, ამ დროს ძალიან ტიპურია, რომ ბავშვი რაღაცნაირად თავის თავზე იღებს თითქოს პასუხისგებლობას, რომ ესე იგი აი მე რო ვარ ცუდი, აი იმიტომ ხდება ეს. და ეს საშინელებაა რა, ეს ესე იგი არასრულფასოვნება ერთია და ეს ბრალეულობა მეორეა კიდე. და ამას ემატება რატო არის სწავლე? გამოცდაში რატო მიიღე დაბალი ქულა? ინგლისური რატომ არ იცი კიდე და იქ რო დაყავთ კიდე მუსიკაზე თუ სპორტზე, იქ კიდე წარმატებები რატო არ აქვს და ნუ საშინელებაა ეს ყველაფერი. რა ეს არის ჯოჯოხეთი პირდაპირ ბავშვის. და როგორ მივედით აქამდე? როგორ მივიდა განათლების სისტემა? რატო არის ამ ყველაფრის ხელისშემწყობი? ეგოცენტრიზმის გამო. ვიწრო დარგობრივი ეგოცენტრიზმი არის კონკრეტული მიზეზი. ესე იგი ყველა საგნის სპეციალისტს და ექსპერტს გონია რომ ქვეყანა დაიქცევა თუ კი ყველა მოქალაქეს არ ეცოდინება რაღაცა საკითხები და ამ დროს არავინ არ იცის ის საკითხები და მაინც ვერ სწავლობს იმას და რაც მართლა საჭიროა იმ დარგიდან იმასაც აღარ სწავლობს უკვე იმიტომ რომ მთლიანად გული აცრუებული აქვს და მთლიანად სკოლა საძულველია მისთვის იმის მაგივრად რომ ბავშვს უხაროდეს სკოლაში მისვლა ხო ეჯავრება ეგ სკოლა და პირდაპირ სკოლა უბიძგებს ქუჩისკენ მას. ამაზე უფრო მეტი თუ შეიძლება. ეს ყველაფერი საბოლოოდ რა არის რომ ის ბავშვი აღარ ვითარდება. რა არის პიროვნული განვითარების თავარი? არ არის ერთადერთი, მაგრამ თავარი ღერძი ეს არის ნებისყოფის განვითარება. და ადამიანის ძალებს, უნარებს შორის ნებისყოფა არის ყველაზე გვიანდელი. ერთ-ერთი გვიანდელი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფსიქიკური ფუნქცია არის ლოგიკურ ცნებითი აზროვნება და რომელიც სადღაც 10, 11, 12 წლის ასაკში ყალიბდება უკვე ნორმალურ შემთხვევაში. და ნებისყოფა კიდევ უფრო გვიანდელია. რაც უფრო გვიანდელია, მით უფრო სუსტია, მით უფრო მოწყვლადია ის და მით უფრო ადვილად მოერყევა საფუძველი მას, რაც უფრო მაღალია. ჩვეულებრივი ამბავია, რომ მიწისძვრის დროს პირველ რიგში ინგრევა ყველაზე ზედა სართულები, ხო? ხო, და ესე იგი, ყველაზე გვიანდელია ნებისყოფა, ყველაზე ძნელად განსავითარებელია და ასაკშიც ყველაზე გვიან ასაკში იწყება ეს. თავიდანვე საფუძვლები უნდა იყოს, მაგრამ ძირითადად უნდა დაიწყოს მოზარდობის მერე უკვე, იმიტომ რომ აი მოზარდობის ასაკში ნებისყოფა ვერ განვითარდება, იმიტომ რომ მოზარდობის ასაკი ისედაც არის აჯანყების და ამღრეულობის და არეულობის და აჭრილია მაგ დროს ბავშვის სული და ნებისყოფის კი არა ყველაზე მეტად ეზარება სწავლა, შრომა, ყველაფერი ამ ასაკში. და ეს ნორმალურია. და ასეც უნდა იყოს. ეს არის ჯანსაღი განვითარება. კი, აუცილებლად ყველამ უნდა გაიაროს ყველა ბავშვმა ეს როგორც ეტაპი, აუცილებელი ეტაპი ამ და ესე იგი მაჭარი რო დუხს, ხო, უნდა ვაცალოთ, რომ ის მაჭარი დაღვინდეს და ცდარი ჩარევებით არ უნდა გააფუჭდეს საქმე. მაგრამ აი როგორ დაღვინდება? ნებისყოფა ვერასდროს ვეღარ განვითარდება, როდესაც ბავშვი უკვე დარწმუნებულია იმაში, რომ მე არაფერი არ შემიძლია. თანაც ყველაზე ცუდია, რომ ეს არაცნობიერია. ეს რო იყოს გაცნობიერებული აზრი, კიდევ რაღაცა, მაგრამ ეს არის გამჯდარი როგორც არაცნობიერი განწყობა, მყარი დისპოზიცია, პირდაპირ ანუ პიროვნების თვისება. რომელიც უფრო ხშირად არც კი ცნობიერდება და ფსიქოთერაპიის დროს არის საჭირო მე ამ ყველაფრის ჩაძიება და გააცნობიერება. და ესე იგი შინაგანად აქვს იმას უკვე რაღაცა ესეთი მუხრუჭი, შებოჭილობა, წნეხი, რომ აღარ აძლევს ის განვითარების და კერძოდ ნებისყოფის განვითარების საშუალებას. რა რეკომენდაციებს მიცემთ მშობლებს ნებისყოფის განსავითარებლად? ნუ აი ერთი უკვე ვთქვით, რომ ზომიერება და თქვა სიმკაცრე და მოფერება და ეს ყველაფერი უნდა იყოს ზომიერად. და ბარემ მკითხავთ თუ შეიძლება რა ქნას მშობელმა, როდესაც განათლების სისტემა აწესებს აი ასეთ სახელმძღვანელოებს, აი ასეთი სწავლის რეჟიმია და აი ასეთ სწავლაში აფასებს ბავშვს.
აი რა ქნას მშობელმა? მე ყველგან სადაც მივდივარ სკოლაში როგორც მრჩეველი, ყველას ურჩევ მასწავლებლებს, რომ პატარა ბავშვთან ეს არ გამოვა, მაგრამ აი უკვე მერვე მეცხრე კლასებში როდესაც გვაქვს ჩვენ დამრიგებლის საათი, ანუ ბავშვები სხდებიან და ვსაუბროთ რაღაც ესეთ ზოგად საკითხებზე, აი ვისაუბროთ ამ საკითხზე და რა არის ეს საკითხი. რომ მე ვურჩევ ყველას, რომ მშობელს ამ შემთხვევაში და მასწავლებელს ორივეს ეხება, რომ რაღაც მიზეზთა გამო არის ყოვლად უარგისი ეს სასკოლო განათლების სისტემა. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ამ წიგნით სწავლა შეუძლებელია. ბავშვის გასაგონად. რა თქმა უნდა, ხო, იმიტომ რომ აი ეს საშინელი წნეხი უნდა მოეხსნას ბავშვს. ერთი თქმა არ კმარა თანაც, იმიტომ რომ ეს არის დაგროვილი მრავალწლიანი ღრმად გამჯდარი ერთი თქმა, მაგრამ ნუ აი უნდა ნელ-ნელა შეირყეს ეს საშინელი წნეხი, ისა შიგნით და ესე იგი ის რომ ბავშვი უნდა დარწმუნდეს, რომ ჩემი ბრალი კი არ არის, რომ ვერ ვსწავლობ. არის ამ საშინელი სისტემის ბრალი. არ არის მარტო სახელმძღვანელო, მან ბევრი რამე არა, მეთოდიკა, ინდივიდუალური მიდგომა, შეფასების სისტემა საშინელი კიდევ და ეს შეფასების სისტემა პირდაპირ ხო ურტყამს იმას თვით შეფასებას. ესე იგი მე რა ნიშნებს მიწერენ და პირდაპირ ურტყამს ეგ თვით შეფასებას, ხო? და მოიხა ჩვენ ცალკე გადაცემა უნდა რომ სასკოლო განათლების მაგრამ ერთს გითხავთ, ბავშვმა საერთოდ რო არ აიშვას, ახლა ამას გაიგებს, ისედაც არ სწავლობდა, გაიგო რომ თურმე ეს უარგისი სახელმძღვანელოებია და ამ დროს რა ხდება? ბავშვმა შეიძლება საერთოდ უარი თქვას სკოლაში სიარულზე, არათუ სწავლაზე. სხვათა შორის ასეთ სკოლაში სიარულს ჯობია რომ სუარი არის. მე მაგალითად მასე მიმაჩნია, იმიტომ რომ რაღაც სხვა რამე რო აკეთოს რა, აი ოღონდ კი ეს ნუ ჩაეწვეთება მას ყოველდღიურად ეს შხამი, რომ მე უარგისი ვარ. ხო, აი ამას ჯობია რომ, მაგრამ აი საუბარი შემდეგ ასე უნდა გაანვაგრძოთ, რომ ორი მიმართულება აქვს ამას. ჯერ ერთი მიმართულება აუცილებლად წარმოიშვება, რომ რატომ არის ეს სისტემა ასეთი. და აქ პირდაპირ გადავდივარ თუ უკვე პირდაპირ რა ძალიან სერიოზულ სოციოლოგიურ პოლიტიკურ საკითხებზე, რომ რატომ არის ეს. თქვათ, კარგი, იმ ექსპერტს ესეთი ვიწრო ხედვა აქვს იმ დარგის ექსპერტს და თქვათ ის რო არის, თქვათ, მათემატიკოსი, იმას გონია რომ ქვეყანა დაიქცევა, თუ კი ყველა მე-9 კლასელმა არ ისწავლა ტრიგონომეტრიული განტოლება და ესე იგი რომ ეგ სავალდებულოა ყველასთვის და ამ დროს ერთი მაჩვენონ ვინ იცის ეს ტრიგონომეტრიული განტოლება. მაგრამ ახლა მთლიანობაში რატომ არის ეს სისტემა? რა შვება მთავრობა, რა შვება სამინისტრო? ხო და აი აქ ნელ-ნელა გადავდივართ იმ საკითხზე, რომ ვიღაცისთვის ეს ხელსაყრელი რომ არ იყოს, ხომ არ იქნებოდა ეს ასე არა? ანუ ჩვენ მივდივართ პირდაპირ ერის დეგრადირებამდე, აზროვნების დაქვეითებამდე. დიახ. ფაქტია, რომ ჩვენი მოსახლეობა, მოზარდები, აკითხulis გააზრებაში ძალიან ცუდ შედეგებს არა მარტო საკითხulis ფაქტობრივი ცოდნაც სუსტია, საკითხulis გააზრებაც, პროფესიული რაღაც პატარა შრომის უნარჩვება. საიდან იქნება შრომის უნარჩვები, როდესაც ბავშვი რა სწავლობს, სკოლაში სწავლობს იმას, როგორ გააყალბოს, ეგ არის მეტი არაფერი სხვა, ხო? და ნიშანი როგორ მოიპაროს. მაშინ ეს ერთი მიმართულება, პოლიტიკურ, სოციალური მიმართულება საუბრის. ახლა მეორე მიმართულება, რომ რა ვქნათ ჩვენ, აი თქვათ ველაპარაკებით მოზარდებს ამ საკითხზე და სულ აღარ ვისწავლოთ მათემატიკა? აი 21 საუკუნეში მით უმეტეს შეიძლება რომ ადამიანმა სულ არ იცოდეს მათემატიკა? ხო და თვითონ ბავშვი იტყვის მერე რომ არა, არ შეიძლება, ხო ესა, ხო რაღაც არის, ხო? მინიმუმი რომელიც ჯერ ერთი ყველა ნორმალური ადამიანისთვის მისაწვდომია და მეორე რომელიც აუცილებელია, მართლა აუცილებელია. თქვათ, ხომ უნდა შეგეძლო შენ არჩევნების დროს იქ წრიული დიაგრამები იქნება თუ სვეტოვანი დიაგრამები და პროცენტები და რაღაცა და ისა გარკვევა ხომ უნდა შეგეძლოს, ხო, რომ უბრალო манипуляციის მსხვერპლი რო არ გახდე. და მე მახსოვს ერთ-ერთი არჩევნების დროს ჩვენი მათემატიკოსი, აკადემიკოსი ვანო კიღურაძე აღშფოთებული ამბობდა, რომ ესო როგორო ასე პროცენტი ვინც იცისო, ასეთი სისულელის თქმა როგორ შეიძლებაო. ხო და მაშ რაღაც მინიმუმი არის ყველა დარგში, რომ მართლა საჭიროა ის. და მოდი აი ეს მინიმუმი ვისწავლოთ. და ვინ უნდა გადაწყვეტოს ეს მინიმუმი? გავყალბებლად და ისე. ესეთ ამას ყველაფერს სამინისტრო უნდა აკეთებდეს, მაგრამ ნუ კარგი, არ გვაქვს ეგ სამინისტროსგან, მაშინ აი მოვილაპარაკოთ ერთად
მასწავლებლებმა და კლასმა და კლასმაც აიღოს თავის თავზე პასუხისგებლობა და ეს ძალიან კარგია, როცა ბავშვი თვითონ აირჩევს და თვითონ იღებს პასუხისგებლობას. აი, ავიღეთ ეს წიგნი და ამოვარჩიოთ იქიდან 1/5 დაახლოებით საშუალოდ ასე ეხა ზოგ საგანში მეტი, ზოგში ნაკლები, რა თქმა უნდა, მაგალითად ქართულ ლიტერატურაში სულ სხვა პრობლემებია. მაგრამ მე ხა მაგის დრო არ გვაქვს ახლა რომ ეს დაწვრილებით ვისაუბროთ. ამოვარჩიოთ საშუალოდ 1/5 და ის მართლა ვისწავლოთ. მაგრამ ამისთვის დაგჭირდება წინარეცოდნა წინა კლასებში რაც და ხო, გასაგებია. ძალიან კომპლექსური პრობლემაა. კი. ძალიან კომპლექსური, ახლა შეიძლება ბევრი მშობელი დაიბნეს, ვერ მიხვდეს რა უნდა ქნას, იმიტომ რომ მე რასაც ვამჩნევ, მშობლები ყველაფერს აწმენდნენ მასწავლებლებს. მასწავლებელი ყველაზე ნაკლებად არის პასუხისმგებელი აქ. იმიტომ რომ მასწავლებელი ვერაფერს ვერ იზამს რა უბრალოდ. მასწავლებელი კი არა, მთლიანი სკოლაც კი ძალიან ცოტა შეუძლია, ერთსულოვნად რომ თეთრი სკოლა რო იყოს, ერთსულოვნად და ეს ყველა სკოლასაც კი ცოტა ყველაფერი მოდის ჯერ პირველად, მოდის სამინისტროსგან ჯერ. არ გვაქვს ამ სამინისტროს. სისტემა უნდა შექმნას სამინისტრომ. სკოლა სისტემას ვერ შექმნას. აი მშობლებმა რომ მოითხოვონ სკოლაში, რომ მოთხოვნა გააკეთონ სამინისტროში. ეს შეცვლის რამეს? არ ვიცი. ყველა ერთად რო გაერთიანდეს. ხო, აი ძალიან დიდი წნეხი უნდა იყოს სამინისტროზე, მოსახლეობისგან. ხო. რომ ბოლოს და ბოლოს აი ამდენი წელიწადი რო წყლის ნაყვარი და უარესობისკენ მიდის ყველაფერი, რამდენი წელიწად, სხვა შორის კომუნისტების დროიდან უკვე. მე ესა დაწურლებით მაქვს მე საკითხი შესწავლილი და ეს უკუსვლა დაიწყო 1970-იანი წლებიდან კომუნისტების განაკარგი იყო კიდე ერთი მოარული მცდარი სტერეოტიპი რომ ეს კომუნისტების სკოლა კარგი იყო და არავითარი კარგი არ იყო. უბრალოდ დღეს უარესია. ეგ მართალია, მაგრამ არც ის იყო კარგი. და უკუსვლა დაიწყო 1970-იანი წლებიდან, რომ ყოველი მომდენო წელიწადი უარესი იყო და გრძელდება სულ. ეს ყოველი მომდენო წელიწადი არის უარესი. მაგალითად, მე როცა სტუდენტი მყავდა 15 წლის წინ, პირველ კურსელი და რომ მყავს დღეს, აი ცადა დედამიწაა რა უკვე რა. აი სანატრელია ჩემთვის ის პირველ კურსელები 15 წლის წინ რო იყვნენ. კარგით, დავუბრუნდეთ ნებისყოფის აღზრდას, მშობლებისთვის რეკომენდაციებს. რაც ვილაპარაკეთ, ახლა ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თავარია ჩვენ კარგად ვიცოდეთ რა არის ეს ნებისყოფა, რომ ეს არის კრებითი ცნება არის. ნებისყოფა მოიცავს მოთმინებას, მოიცავს ყურადღების მოკრების უნარს, რომ რაღაც ხანი ერთ რამეზე მაქვს ყურადღება მოკრებილი, დავშეკავება, იმპულსების კონტროლი, ეს იგივე ალბათ თავშეკავება არის, პასუხისგებლობა, რომ მე ავიღე რაღაცაზე პასუხისგებლობა და მე ვაგებ პასუხს და არა ის რომ გადავაბრალო სხვას. თავისუფლება? და აუცილებლად ამას მე მოყვება თავისუფლება და პასუხისგებლობა ხო ის არის პირდაპირ ერთმანეთზე გადაბმული ერთი მეორე და კიდევ საქმის ბოლომდე მიიყვანის უნარი. და აი ეს ყველა ეს უნარი რომ ძალიან დაქვეითებულია ხო საქართველოში განსაკუთრებით. აი ეს არის სწორედ და ძალიან ბევრი ამბობს რომ ეს ქართული ხასიათიო და რაღაც ესეც ძალიან მცდარი ის არის სტერეოტიპი ასევე ეს ქართული ხასიათი კი არ არის ეს ყველაფერი არის უნდილობა რომელიც გამოწეულია თავისი მიზეზებით მაგრამ ქართული ხასიათი არაფერში არ არის აქ ქართველები ზარმაცები არიან ამას გულისხმობთ? იგივე მოარული რაღაც არ არიან ზარმაცები ქართველები. არა, დღევანდელი კი, იმიტომ რომ ზარმაცობაც არის უნდილობის პირდაპირ შედეგია. აი ერთ-ერთი მაჩვენებელი, აი ვთქვათ, უნდილი ადამიანის ერთ-ერთი მაჩვენებელი რა არის? რომ აი ვთქვათ არის 25, 30, 35 წლის, ხო? და რა ურჩევნია მას? ესე იგი, აქ უკვე მე აღარ ვლაპარაკობ, რომ საზოგადოების წინაშე ხარ პასუხისგებელი და პატრიოტი უნდა იყო და სამშობლო, თუმცა რატომ არ უნდა იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში მე პირადად ვლაპარაკობ, რომ აი პირადად შენ რა გირჩევნია? აი დაუშვათ სულ არ გაინტერესებს საზოგადოება, სამშობლო და რაღაცა. პირადად შენ რა გირჩევნია? რომ რაღაცა საქმე აკეთო და იყო პროფესიონალი და იმაში მიიღო ხელფასი, თუ რაღაც სხვა გზებით გქონდეს შემოსავალი. რა გზებით? ნუ მაგალითად რაღაცა უკანონო გზები ერთი.
მეორე რომ აი სადღაც რაღაც ქონება მაჩუქეს და ბინა გავაქირავე და იმხელა მაქვს იქიდან ქირის ფული რომ მორჩა უკვე აღარაფერ შემილია ფეხი ფეხზე გადავიდო და აი რა ბედნიერი ვარ რომ ფეხი ფეხზე გადავიდე და შემომდის ფული ან ვიღაც ბიძა მყავს მდიდარი და ის მაძლევს ან კიდევ ისა რომ მეუღლე მყავს მასეთი და ის და ასე შემდეგ ნუ ესე იგი რაღაც სხვა გზებით და ვისაც ეს ურჩევნია ის უკვე არ არის ჯანსაღი ადამიანი ის სამკურნალო ფსიქოლოგიის თვალსაზრისით ის არის სამკურნალო რატომ და არ უნდა ერჩინოს წესით ჯანსაღ ადამიანს ეს არ უნდა ერჩინოს ეს რა უნდა ერჩინოს უსაქმრობა არის ჯანსაღი ადამიანისთვის არის სასჯელი აი დასჯა თუ გინდა მაშინ უნდა მიუსაჯო უსაქმოდ ყოფნა ეს როცა შიდა мотиваცია არ არის ჩაკლული ხო მაგრამ როცა ადამიანი უკვე დამახინჯებულია და უნდილია და აი ბავშვისთვის ბუნებრივია ეს ბავშვს მართლაც ურჩევნია რომ თვითონ ითამაშოს და სხვებისგან მიიღონ ყველა მიიღოს რაც საჭიროა ბავშვი ასეც უნდა იყოს და ბავშვს ნუ მოსთხოვ კიდე აი ხა მეორე ამბავია ნუ მოსთხოვ ბავშვს იმას რაც მისი ასაკისთვის არ არის ბუნებრივი და ტანით რო გაიზარდა ის 17 წლის ბიჭი და აი მხელა რო არის და რო გონია რომ კაცია უკვე ტყუილია მაგრამ ის ბავშვია ჯერ კიდე მაშინ საქართველოში ესეც თავდაყირად გას აი მაგალითად რა ესე იგი ნახე ერთი მხრივ 15, 16, 17 იმაზე უკვე ბავშვი აღარ არის თითქოს. და არ ამბობენ იმაზე ბავშვი. და თინეიჯერი და რაღაც ამ დროს მოზარდია და მოზარდიც ბავშვია და ეს თინეიჯერი საზოგადოებრივ არ გჭირდება ეგ ტერმინი არაფერში არ არის საჭირო. მოზარდი ქვია იმას, მაგრამ 18 წლამდე ბავშვია. და იურიდიულადაც მასია, ხო? ესე იგი 18 წლამდე არასრულწლოვანია ის, ბავშვია. მე რა რო ტანით გაიზარდა. ახლა ამის მეორე უკიდურესობა რომ გახდება 30 წლის და ისევ ბავშვად მოიხსენიებენ. თუნდაც მიმართვა. ბავშვებო, რას შვებით დღეს? 30-35 წლის. და როდესაც დედა ამბობს, რომ ჩვენ ვიყავით გამოცდაზე და კარგად ჩავაბარეთ და აი ესე. მრავლობით. ხო, ესე იგი, ნუ ეს სულ აი ხო ხედავ როგორ აღრეულია. ეს უკვე საქართველოს სპეციფიკა არის ეს. აი ასეთი რამე არ ხდება სხვა. ხო და მოდით მაშინ და მე საბოლოოდ გავიგოთ რომ სხეულის ზომას და სიმაღლეს თავი დავანებოთ და ხმარო დაუბოხდა თუ წვერულვაში რო ეზდება მე მერვე კლასში უკვე წვერულვაში მეზრდებოდა მე რა იგი ჩვენ უნდა ვიცოდეთ ფსიქოლოგიურად 18 წლამდე 19 ბავშვია ის ჯერ და ნუსთხო იმას შენ რაც არ არის ბავშვისთვის ბუნებრივი მაგრამ 22 და 25 და 30 წლისაზე უკვე ნუღა ამბობ ბავშვი და ნუ ექცევი იმას როგორც ბავშვს. ესე იგი ნებისყოფა რა არის ეს გასაგებია. მე მაინც მინდა რომ რამდენიმე რეკომენდაცია მივცეთ მშობლებს როგორ დაეხმარონ თავიანთ შვილებს ნებისყოფის აღზრდაში. აი რაც უკვე თქვი დამოუკიდებელი მუშაობა, რაღაცის დამოუკიდებლად კეთება, საოჯახო საქმეც ყველაფერში ბავშვი უნდა იყოს ჩართული ოღონდ ზომიერების ფარგლებში. ეს იგი ისე რომ აი ძალიან დიდი დაძაბვა არ უნდა სჭირდებოდეს ბავშვს. ანუ ბავშვს რომ მივცეთ არჩევანის უფლება. არჩევანის უფლებაც შედის აქ კი რა თქმა უნდა. მაგრამ თავარია რომ ბავშვი თავიდანვე უნდა მიეჩვიოს შრომას. როგორ უნდა მიეჩვიოს? შრომა არის საზოგადოებრივ შრომა არის ადამიანის სულის ერთ-ერთი მთავარი გამაჯანსაღებელი. და შრომითი თერაპია ერთ-ერთი მეთოდია პირდაპირ. ესე იგი, ხო და ბავშვებიდანვე უნდა მიეჩვიოს შრომას ოღონდ ასაკობრივად რო იყოს შესაფერისი, ძალიან ზომიერი და შრომა არის ისიც რომ სასკოლო დავალებები რომ უნდა შეასრულოს, ესეც შრომაა და საოჯახო საქმეებშიც უნდა მონაწილეობდეს, ესეც შრომაა. და შრომას უნდა მიეჩვიოს ბავშვი თავიდანვე, მაგრამ ისე კი არა რომ აი დააყარო ზედი დავალებები და ასე არა. ჯერ ერთად უნდა მრავალი ხნის განმავლობაში ერთად უფროსთან ერთად უფროსის გვერდით ერთად ვაკეთოთ რაღაცეები და კიდევ როგორც მე უკვე ვთქვი რომ ხშირად უნდა ჩახედო ბავშვს თვალებში რომ ზედმეტი ხო არ მოგდის. ასე იგი რომ ზომიერი იყოს ეს დაატვირთვა მისთვის. ეს იგი პირველ რიგში შენ უნდა იყო მაგალითი. რა თქმა უნდა. მამაც და დედაც.
ერთად კეთება ეგ არის რომ უნდა მაგალითი იყოს შენ. და როცა ბავშვი ხედავს რომ მთელი დღე დედა მიჭიჭინებულია იმაზე ეკრანზე და რა მაგალითს იგი რა მე ბავშვი რა იქნება როგორ იქნება მე ბავშვი. ამაზე ცოტა მოგვიანებით კარგად დაწვრილებით ვისაუბროთ. ახლა იცით რა მინდა გკითხოთ. თქვენ წინა ეპიზოდში ახსენეთ რომ საქართველო ამ უნდილობაში არის მსოფლიო ჩემპიონი განსაკუთრებით მამაკაცები. აი რას გულისხმობთ ამაში? რატომ მამაკაცები განსაკუთრებით? ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და რატომ არის საზოგადოოდ მამაკაცი უფრო მოწყვლადი. ამისთვის რომ ეს საკითხი გავარკვიოთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ გენდერული თავისებურებები. დიახ. იმიტომ რომ განსაკუთრებით დღეს ძალიან გავრცელებულია კიდე მცდარი სტერეოტიპები რომ მამაკაცი და ქალი ყველაფერში ერთნაირები არიან და რომ თქვა თუ რამე განსხვავება ეს არის უკვე სოციოკულტურული ზეგავლენის გამო თითქოს თორემ ისე ყველაფერში ერთნაირები არიან და ეს არის ძირეულად მცდარი. მე ჯერ ვიტყვი რა არის მართალი იმას. მართალია ის რომ თვისებათა დიდი უმრავლესობა მართლაც ერთნაირია ქალს და მამაკაცს. ეს არის რაღაც ზოგადო ადამიანური თვისებები. დიდი უმრავლესობა მართლაც ერთნაირია, მაგრამ აქედან არ გამომდინარეობს რომ ყველაფერი ერთნაირია. ეს ერთი. მეორე ის რომ ათეული საუკუნეთა განმავლობაში ქალები მართლაც იჩაგრებოდნენ. ესე იგი მე ვეწინააღმდეგები ერთნაირობას და არა თანასწორობას. განსხვავებულობა არ ნიშნავს იმას, რომ იმ განსხვავებულს უფლებები მეტი უნდა კონდეს. ხო და შესაბამისად ცუდი ტრადიციები ნამდვილად არსებობს. მათ შორის საქართველოში. აი ვთქვათ, აი ერთ მაგალითს ვიტყვი მარტო, რომ ოჯახის ქონება და ოჯახს ყავს 3 შვილი. ხო და რატომ არის რომ ვაჟიშვილებს მეტი რჩება თხოვნე გაცილებით ვიდრე ქალიშვილს? აი რატომ რა არის ესა? შვილი შვილია და თანასწორობა ნიშნავს იმას, რომ თანასწორად უნდა გაიყოს ოჯახის ქონება. ხო? ხო და ნამდვილად ქალები საუკუნეთა, კი არა, ათეულ საუკუნეთა განმავლობაში იჩაგრებოდნენ და დღემდე არ არის გამოსწორებული ეს და საქართველოს თავი დავანებოთ აი იმ პროგრესულ დასავლეთში 1960 წელს მიაღწიეს ევროპის მრავალ სახელმწიფოში ის რომ უბრალოდ ხელფასი ყოფილიყო ერთნაირი ერდაიმავე სამუშაოში. ესე იგი ქალს ნაკლებს უხდიდნენ ხელფასს. დღესაც არ არის ეს პროგრესულ ევროპაშიც კი. ასე რომ ნამდვილად ქალებს ჰქონდათ იმის საფუძველი, რომ აღშფოთებულიყვნენ და მერე სუფრაჟისტების მოძრაო, ესე იგი ძლივს მიაღწიეს იმას, რომ საარჩევნო ხმის უფლება მიეცათ. ამას მიაღწიეს მე-20 საუკუნის შუახანებში. აი ახლა ხან სულ რა. ესე იგი მართალია ყველაფერი. ქალი არ უნდა დაიჩაგროს ნამდვილად, თანასწორი უნდა იყოს უფლებრივად. მაგრამ ახლა აქედან არ გამომდინარეობს, რომ ქალი და მამაკაცი ყველაფრით ერთნაირები არიან. და კიდე ერთი რაც არის მართალი, რომ რასაც არ ვიტყვით კანონზომიერებას, იმას გამონაკლისები აუცილებლად ექნება. ესე იგი, ჩვენ ვნახავთ მრავალ ქალს, რომელიც უფრო მამაკაცო მასკულინური როქი, ანუ უფრო მამაკაცური თვისებები აქვს, ვიდრე მრავალ სხვა მამაკაცს. ასევე ნახავ მრავალ მამაკაცს, რომელსაც ქალური თვისებები უფრო აქვს, ვიდრე და უფრო მეტიც ახლა იუნგის თეორია იცი შე რომ ყველა მამაკაცში რაღაც ქალური საწყისია და რაც უფრო ძლიერ მამაკაცურია, არაცნობიერში მით უფრო ძლიერია ის ქალური ანიმას და პირიქით, ხო? ეგ ყველაფერი მართალია. ამიტომ რასაც მე ვიტყვი თავისებურებას, ეს სწორხაზოვნად არ უნდა გავიგოთ, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ასეთი კანონზომიერება არსებობს სტატისტიკური საანდოობით. ახლა რა კანონზომიერებაა ესა? რომ განსხვავება რაშია? და ეს განსხვავება არის თანდაყოლილი. აი ეგ არის. კიდევ ვიმეორებ, გამონაკლისები არსებობს, მაგრამ მაინც ძირითად უმრავლესობისთვის თანდაყოლილია ეს განსხვავებები. და ეს უკვე დაამტკიცა ექსპერიმენტებმა, პირდაპირ ფსიქოლოგიურმა ექსპერიმენტებმა, რომლებიც ჩაატარეს 3-4 კვირის ასაკის ჩვილ ბავშვებზე. ესე იგი, იმდენად ეს პატარაა, რომ ჯერჯერობით ხოლმე გამორიცხულია იმაზე ლაპარაკი, რომ საზოგადოებამ მოახდინა ზეგავლენაო, ხო? 1 თვის ბავშვია.
გოგონები და ბიჭები. და უკვე განსხვავებულად იქცევიან რაღაც სიტუაციებში. ყველაფერში ერთნაირები არიან, კი, მაგრამ რაღაცაში არის უკვე განსხვავება. კერძოდ რაში ინტერესის მიმართულება უკვე იჩენს განსხვავებას. რომ ერთი თვის გოგონებს გაცილებით მეტად აინტერესებთ ადამიანთა პირისახეები პროპორციულად ვიდრე სხვა საგნები. და იმავე ერთი თვის ბიჭუნებს უფრო მეტხანს აჩერებენ მზერას სხვადასხვა საგნებზე. ესე იგი უკვე ჩანს ერთისთვის აი ეს თანდაყოლილი განსხვავება, რომ ქალისთვის თავარი არის ადამიანები. უკვე ჩანს ეს. ესე იგი ქალის ინტერესიც, ქალის მოტივაციაც და ქალის სიძლიერეც უკავშირდება ადამიანთან ურთიერთობას, ადამიანებთან ურთიერთობას. ხოლო მამაკაცისთვის უფრო მთავარია რაღაც საქმე, საგანი რაღაცა. აი უკვე ჩანს ეს ერთთვის ასაკში. ახლა აი სტერეოტიპებს 1000-ის ყალბი ცდარი ვითომ მეცნიერული იმითი ცდილობენ დაამტკიცონ და პირველყოფილ ადამიანებზე და რაღაცაზე ლაპარაკობენ. ხო და აი საინტერესო ეს მაგალითიც ჩემი სასარგებლოა ეს არგუმენტი. იმიტომ რომ გამოქვაბულში რო იყვნენ ადამიანები იმ დროს და მე მრავალი 1-2000 წლების განმავლობაში მატრიარქატი იყო, ანუ ქალი იყო ოჯახის უფროსი. ესე იგი ქალის ხელში იყო ძალაუფლება. მაგრამ მაშინაც ქალები კი არ ნადირობდნენ. მაშინაც შრომის განაწილება იყო ისეთივე, როგორც ტრადიციულად არის რა, რომ ქალი იყო ოჯახში და კერია, ცეცხლი და ისა მამაკაცი გარეთ ნადირობდა. ესე იგი ეს თურმე ოფილა ბუნებრივი ასე და მაშინ ადამიანებს იმდენად უჭირდათ რომ გადარჩენაზე იყო საქმე და ამიტომ ბუნებრივად მოხდა რომ აი როგორც ვინც რაში ძლიერია იმას აკეთებდა, იმიტომ რომ არ იყო იქ საშუალება სხვა რა თუ არა და იღუპებოდა მრავალი ტომი დაიღუპა კიდეც გადაშენდა. და გადარჩა ის ვინც მოახერხა რომ კარგად ოპტიმალურად გაენაწილებინა ეს შრომის ისა, ხო? ესე იგი ბუნებრივად ყოფილა ის, რომ ქალის ადგილი რა არის და მამაკაცის ადგილი რა არის. რატომ ახლა? იმიტომ რომ მამაკაცი უფრო ძლიერია რაში? ტექნიკაში, ნადირობაც ის არის, ხო? ის პირველი შრომის იარაღი ტექნიკა მაგით დაიწყო, ხო? და ესე იგი ტექნიკაში სივრცითი მიმართებები და შემდეგ უკვე კულტურა რო განვითარდა აბსტრაქტული აზროვნება. აი მაგალითად ტექნიკური ხელსაწყოს ნახაზი რო წარმოვიდგინოთ სქემა, ხო? აი მამაკაცები გაცილებით უკეთ ერკვევიან იმაში. ეს მისი ძლიერი მხარეა. სამაგიეროდ ადამიანური ურთიერთობებში ქალები გაცილებით ძლიერები არიან. და ენობრივ ლოგიკურ აზროვნებაში. უკვე აქედან გამომდინარე ენობრივი უნარები ქალებს აქვთ უფრო ძლიერი. და ისიც კიდე ერთი მოარული ის არის, რა ქვია, სისულელე რომ ეს ქალური ლოგიკაო და რაღაცა ლოგიკური აზროვნება. როდესაც არის ენობრივი ქალებს უფრო ძლიერი აქვთ და ტესტები გვიჩვენებს პირდაპირ მაგას, ინტელექტის ტესტები პირდაპირ აჩვენებს ამას. მას ლოგიკა რომელიც არის მსჯელობაზე და სიტყვებზე დამყარებული, იქ ქალი უფრო ძლიერია. და ლოგიკური რაღაც ამოცანა რომელიც ემყარება სქემებს, ფორმულას და რაღაც აბსტრაქტულ ფორმებს, იქ მამაკაცი უფრო ძლიერი. ესე იგი როგორ გადაება ერთმანეთს ეს კანონზომიერება ჯაჭვივით. ხო. ქალს ბავშვებიდან ადამიანი უფრო აინტერესებს. შესაბამისად და საინტერესოა რომ წიგნი ფსიქოლოგების მრავალწლიანი გამოკვლევებით ვინც გამოაქვეყნა წიგნი ამ საკითხზე, ხო? წიგნის სათაურია პირდაპირ ესა, რატომ უჭირთ ქალებს მანქანის შეყენება უკუსლით. აი წიგნის სათაურში გაიტანეს ეს. ხო. კარგი. მაშ ძირითადად გაირკვა ეს, ხო? და აქედან ახლა რა გამომდინარეობს დაუკვირდი შენ? რომ ზოგიერთი საქმე ში ქალი უფრო ძლიერია, ზოგში ერთნაირი.
თქვათ ახლა მუსიკაში მაგალითად ხო მუსიკაში ვერ იტყვი რომ თქვათ ის და ის უფრო თუ ეს მაგრამ ფილოსოფიაში რომელიც აბსტრაქტული და ყველაფრისგან მოწყვეტილი და ის ხო იქ მამაკაცები არიან უფრო ძლიერები ხო ვერ გაიქცევი ამას ასია და სამაგეროდ პრაქტიკულ ფსიქოლოგიაში ქალი უფრო ძლიერია შუამავალი გაცილებით ჯობია ქალი და ახლა კიდე უფრო მეტი ვინ უნდა იყოს მართველი ქალი რა თქმა უნდა რატომ გითხარი იმიტომ რომ ქალს უფრო შეუძლია ადამიანების გაგება გუნდური უნარები გუნდური მუშაობის უნარები უფრო კარგი აქვს მართველს რა სჭირდება კარგ მართველს ჯერ ერთი ნუ ეგ მოწესრიგებულობა საქმიანი თვისებები ეგ რა თქმა უნდა ეს მამაკაცსაც შეიძლება კონდეს ქალსაც კონდეს მაგრამ პირველი არის საქმიანი თვისებები და ორგანიზებულობა ეგ გასაგებია მაგრამ ეს ასე თუ ისე სტანდარტული რამეებია ძნელი რა არის ყველაზე აი როგორ ამუშავო გუნდი შენ რო ხარ მართველი და რო ყავს 10 თუ 100 დაქვემდებარებული აი როგორ ვამუშავო ის იქ ხო უამრავი პრობლემა ჩდება და იქ უკვე ქალი არის უფრო ძლიერი იმიტომ რომ ინტერპერსონალური უნარები აქვს განვითარებული დიახ ანუ სოციალური ადამიანები ნახე ხა მე რას ვამბობ ესე იგი მე ვამბობ რომ მართველობაში ქალები უფრო მეტნი უნდა იყონ იმიტომ რომ მართველობაში ქალი უფრო ძლიერია მაგრამ მამაკაცი ერთ რამეშია უფრო ძლიერი ეს არის შემოქმედებითი უნარები აი შემოქმედებითი უნარები მამაკაცს აქვს უფრო ძლიერი და ის მართველმა ქალმა უნდა იცოდეს რომელი საქმე როგორ გაანაწილოს და ყველას ძლიერი მხარე რაც არის ის უნდა კარგად გამოიყენოს რომ თლიანმა გუნდმა წარმატებას მიაღწიოს შემოქმედებითი ანუ ისევ აბსტრაქტულ აზროვნებაში არა ყველაფერში მუსიკაშიც კომპოზიტორები აი მუსიკოსები თანაბრად არიან ქალები და მამაკაცები ბრწყინვალე მუსიკო მაგრამ კომპოზიტორი უკვე მამაკაცი უფრო იქნება ესე იგი შემოქმედება მეცნიერებაშიც და ხელოვნებაშიც და სადაც შემოქმედება არის მაგრამ ნუ რა ვქნათ 100-ია ახლა ღმერთმა 100 მოაწყო და 100-ია და ეს ცუდი კი არ არის ეს პირიქით კარგია ეს უნდა იყოს ურთიერთშემავსებელი ერთი უნდა შეავსონ ქალმა და მამაკაცის უნარებმა ერთმანეთი ჰარმონიულად უნდა შეავსონ მაგრამ კიდევ მეორე პირველი პირობა არის თანასწორობა უნდა ვიცოდეთ უფლებრივი თანასწორობა ახლა როგორ უკავშირდება უნდილობას ეს გენდერული თავისებურებანი რატომ მამაკაცები რატოა უფრო მოწყვლადი ხო მას სამი მიზეზია რის გამოც მამაკაცები უფრო მოწყვლადები არიან ამ ხრივ და აი კიდე უფრო მარტივად დავსვათ საკითხი რატომ არის რომ თემ სოფლიოში მასია გარდა მუსულმანური სახელმწიფოები ხა მუსულმანურ სახელმწიფოებში იქ ხო იცი როგორ ჩაგრავენ გოგონებს და იქ არანორმალური ხო ამიტომ მუსულმანური მას მაგალითად არ გამოგადგება მუსულმანობა უფრო მუსულმანური ტრადიციული საზოგადოება უფრო იმის მაგალითად გამოგადგება რომ აი როგორ ამახინჯებს ეგ საზოგადოებრივი ზეგავლენა ბუნებრივ განვითარებას მაგრამ ყველგან სხვაგან ესე იგი თქვა ჩინეთშიც და ევროპაშიც და საქართველოშიც და რუსეთშიც ესე იგი გოგონები უკეთესად სწავლობენ სკოლაში საშუალოდ რატომ ახლა და აი უკვე პირდაპირ მივდივართ ამ გენდერულ თავისებურებებზე მას პირველი მიზეზი არის წმინდად ფიზიოლოგიური რა არის ეს ფიზიოლოგიური მიზეზი გითხარი? ქალი უფრო ადრე მწიფდება. წელიწად ნახევრით, საშუალოდ. წელიწად ნახევარი ბავშვების ასაკში არის უდიდესი სხვაობა რა თქმა უნდა. თქვათ 25 წლის ასაკში წელიწად ნახევარი არაფერი არის. მაგრამ 12 წლის ასაკში წელიწად ნახევარი არის უზარმაზარი დრო. და ესე იგი რამხელა ფორა აქვს უკვე ასე ვთქვათ გოგონას, რომელიც ადრე იწყება მისი გარდატეხაც სქესობრივი მომწიფებაც და მერე ადრე ღვინდება უფრო წელიწად ნახევრით. ეს არის უდიდესი უპირატესობა, რომ ესე იგი, როდესაც წელიწად ნახევრით ჩამორჩა უკვე ბიჭი. კერძოდ ჩამორჩა რაში? აი მთავარ ნებისყოფის საკითხებში ჩამორჩა ნებისყოფი. ესე იგი რა? გოგონას უფრო შეუძლია მოითმინოს, უფრო შეუძლია ბეჯითად ისწავლოს, ბოლომდე მიიყვანოს საშინაო დავალება, იმიტომ რომ წელიწად ნახევრით მისი ნებისყოფის განვითარებაც, მისი პიროვნული მომწიფება წელიწად ნახევრით უსწრებს.
ესე იგი წელიწადნახევრით ადრე დაიწყო მისინება. და ადრეც დაამთავრდა მე. ადრეც დამთავრდა. ხო? და რო დაიწყო ადრე, ყველა ეტაპზე წინ არის. და უფრო ბეჯითი და უფრო ის ეგერთი. ახლა მეორე. გოგონასთვის ადამიანებს აქვს, ხო ვთქვით ეს უკვე, ადამიანებს აქვს გაცილებით მეტი მნიშვნელოვნება ვიდრე ბიჭებისთვის. ამიტომ გოგონა აუცილებლად საშუალოდ არის უფრო ხათრიანი ვიდრე ბიჭი. ყველას მიმართ. ყველა ადამიანის მიმართ. ადამიანის რა თქმა ხო, მათ შორის ვინა? ოჯახი, მასწავლებელი, დედა, მამა, ხო, ბებია. ესე იგი, ხო, გოგონა კლასელები. ისე ადვილად ხათრს ვერ გაუტეხს ამათ და ცდილობს რომ მათი მოლოდინები უფრო შეასრულოს და რა კი მისგან მოითხოვენ სწავლას, აი ამ ხათრიანობის გამო უფრო მეტად მოინდომებს. ეს ბაშ მეორე არგუმენტი, მეორე ფაქტორი. ახლა მესამე ფაქტორი, რომელიც შეიძლება ამ ორზე კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყოს. ეს მესამე ფაქტორი არის აზროვნების თავისებურებანი. კერძოდ რა? ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ენობრივ უნარებში და ენობრივ აზროვნებაში ქალი უფრო ძლიერია. ახლა სასკოლო წარმატებას შევხედოთ, რომ იქ 80% დამოკიდებულია ენობრივ აქტივობებზე. ეს იქნება ბიოლოგია თუ, ეს იქნება ისტორია თუ, უცხო ენა თუ. ისა რა არის? რომ წიგნი წაიკითხე, უნდა რაღაცა წაიკითხო, წაკითხვა რა არის? ტექსტია, ტექსტი ენობრივი ტექსტია, რომელიც უნდა წაიკითხო. მერე მასწავლებელი შეკითხვას დაგისვამს, შეკითხვა რო დაგისვეს, ესეც ენობრივია შეკითხვა. და მერე პასუხი უნდა ჩამოაყალიბო კარგად, გამართულად, რომ მაღალი შეფასება დაიმსახურო, ხო? აბდაუბდა პასუხში ხო არ დააგიწერენ იმას, ხო? ან ზეპირად უნდა ჩამოაყალიბო, ან კიდევ უფრო ძნელი წერილობით უნდა ჩამოაყალიბო რაღაცა, ხო? ესე იგი, ყველა საგანი არ არის ასე, მაგრამ უმრავლესობა საგნების ისია, რომ წარმატების 80% დამოკიდებულია ენობრივ უნარიანობაზე, რომელიც გოგონებს უფრო ძლიერი აქვთ. ამიტომ არიან ვაჟები ძლიერები მათემატიკაში. ამიტომ რჩება რამდენიმე საგანი სპორტი, სკოლაში რო სპორტია, მათემატიკა, ფიზიკა, სადაც ენობრივ უნარებს ნაკლები მნიშვნელოვნება ახასულ არ აქვს და იქ სწორედ ვაჟები არიან უფრო ძლიერი. მაგრამ საშუალოდ რო ვთქვათ, სასკოლო წარმატებები, ხო? დიდი უპირატესობა აქვს გოგონას. ახლა დაუმატოთ კიდე ამას ხათრიანობა და დაუმატოთ კიდე ის წელიწადნახევრის ფორა და უკვე ხო ხედავთ რომ აი რამდენად ვაჟები არიან რამდენად უფრო მძიმე მდგომარეობაში. და ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს განათლების ვინ ითვალისწინებს ამას? რას ითვალისწინებენ? მშობელმა უნდა გაითვალისწინოს პირველად. ამიტომ არის რომ ვაჟები გაცილებით მეტად შეიძულებენ იმ სკოლას და გაცილებით მეტად გარბის ქუჩაში უკვე. იმიტომ რომ იმ სკოლაში აღარ დაედგომება რა, ასე ვთქვათ, ნუ. ეს სამი მიზეზია, რომელიც მთელ მსოფლიოში მოქმედებს. იმიტომ რომ ზოგადია ეგ. მაგრამ საქართველოში ემატება კიდე მეოთხე. ეს ჩვენი სპეციფიკა და კიდე ესე იგი ცეცხლზე ნავთის დასხმა რა უკვე. რა არის ეს უკვე რომ რაღაც ეს მახინჯური ტრადიციაც არ არის, იმიტომ რომ ტრადიცია ქვია, რაც ძველად იყო, ხო და ძველად არ იყო მასე. მაგრამ აი ბოლო ხანების ტრადიცია თუ რაღაცა უშნო ჩვევა არის, ეგა რომ ბიჭებს უფრო ანებიურებენ ოჯახებში. ეგ ძალიან საინტერესოა. ხო და წინათ კიდევ მეორე არ არის ეს ქართული ტრადიცია რა. ქართული ტრადიცია თუ გინდათ ის არის რომ დედა ვაჟიშვილს სამი ვაჟიშვილი რო ყავდა ერთს დიდა იმისთვის რომ უნდა ბრძოლაში უნდა სამშობლოსთვის და ვაჟკაცი უნდა გაზრდილიყო და ძალიან კაცრად ძდიდენ და ასე შემდეგ. რა ქართული ტრადიცია ეს არის რაღაც ბოლო აი არც კომუნისტების აი ეს სადღაც მე რო გავაანალიზე იწყება სადღაც აი მეორე მსოფლიო ომის გასაჭირი და ის და ის და იმის მერე წამოვიდა რაღაცა და აი სულ ახლა ხან გაჩენილი სიმახინჯია ესა რომ რომ ჩვეულებრივი ამბავია რომ თქვათ 15 წლის ბიჭი წამოწოლილია ტახტზე და მობილურს უკირკიტებს და ამ დროს მისი და იქ ჭურჭელს რეცხავს ხო და რატომ მე არ ვამბობ რომ
საოჯახო საქმეები მორიგეობით აკეთოს ქალმა და მამაკაცმა. ეს უაზრობა არის ესა. ქალმა უნდა აკეთოს ის, რაც მისი ბუნებისთვის არის უფრო ბუნებრივი და მამაკაცმა, მაგრამ თანაბრად უნდა იყოს განაწილებული. მაგალითად, იმის მოტანა, რა ქვია, ბაზრიდან იმის მოტანა რატომ უნდა იყოს ქალის საქმე, ხო? როცა უნდა იყიდო რაღაცები მძიმეა და მოიტანო, ხო, თქვათ. ან ნაგვის გატანა რატომ უნდა იყოს გოგონას საქმე? რატომ? პირიქით რა, ნაგვის გატანა ბიჭის საქმე უნდა იყოს და ასე შემდეგ. უნდა იყოს მოკლედ გონივრულად, კარგად, თანასწორად, სამართლიანად განაწილებული. ამაში ვინ არის დამნაშავე თქვენი აზრით? დედა თუ ყველაზე მეტად დედა. ყველაზე მეტად. და რატომ? სხვათა შორის რატომ და ეს კიდე სხვა სიღრმეებში გადავდივართ ახლა. ამაზე თუ გინდა ცალკე სხვა დროს მოვაწყოთ გადაცემა, ეს პირდაპირ უკავშირდება რომ ესე იგი საზოგადოებრივ აღზრდა ხომ ახინჯურია მრავალმხრივ და კერძოდ სქესობრივი აღზრდაც ასევე ახინჯურია და ეს პირდაპირ იწვევს ქალის რაღაცნაირ გადახრას მერე. რას გულისხმობთ? რას გულისხმობ და იმას რომ ცდარი სქესობრივი აღზრდის გამო ქალების უმრავლესობა არის ან დაუკმაყოფილებელი ან არასაკმარისად დააკმაყოფილებული ბუნებრივი გრძნობები რაც აქვს ადამიანს აი იმ თვალსაზრისით ვამბობ მე. აქ მე არ გულისხმობ მარტო წმინდა ფიზიოლოგიურ სექსს. მაგრამ ამასაც მათ შორის ესე იგი ადამიანი ვერ იღებს იმ გრძნობით სიამოვნებას რომელიც მოთხოვნილება აქვს მისი და შენ იცი რომ ადამიანის ერთ-ერთი ძირეული თქვათ 10-დან ერთი ძირეული არის სიამოვნების მოთხოვნილება. ადამიანს აქვს მოთხოვნილება რომ მიიღოს სიამოვნება, მიიღოს უბრალოდ შეიძლება ჭამისგან იღებს ზოგი აი ადამიანური ურთიერთობისგან, იმისგან, მაგრამ რაღაცა უნდა დაგროვდეს, რაღაცა სიამოვნება. უნდა დაიკმაყოფილოს ადამიანმა ეს მოთხოვნილება. და როცა ამას ვერ იკმაყოფილებს, ამ დროს მიეჯაჭვება რაღაცა არაჯანსაღს. და აი ეს სამწუხაროდ, ხო, გაუცნობიერებლად ხდება რომ დედა არაჯანსაღად მიეჯაჭვება ხოლმე ვაჟიშვილს და ვერ უშვებს ხელიდან. საინტერესო. და ძალიან ცუდია ესა. ესე იგი, ხა ფროიდმა იცი შენ მთელი თეორია ააგო ეს ოიდიპოსის კომპლექსი და რაღაცა რომელიც მცდარია. რატომ არის მცდარი? იმიტომ რომ მან ეს ყველაფერზე განაზოგადა და ყველაზე განა და გონია რომ ყველგან ასეა და ეს არის უნივერსალური კანონი, აი ესე გონია ფროიდს და მის მიმდევრებს. თანდაყოლილი ყველა ადამიანისთვის. ხო, მაგრამ ეს მცდარია, მაგრამ ასეთი რამე არსებობს ნამდვილად. ოღონდ ეს არის ნევროზული. იგი ფროიდის შეცდომა მარტო ამაში კი არა. მრავალ სხვა საკითხში ფროიდის შეცდომების ძირითადად დაიყვანება იმაზე, რომ ის რაც ნევროზის დროს ხდება, ეს არ უნდა განაზოგადო ყველა ადამიანზე და ჯანსაღზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ნორმა არ არის. ხო, ეგ არ ნიშნავს, რომ ყველა ჯანსაღი ადამიანი, მაგრამ ნევროზული მოვლენა ასეთი ნამდვილად არსებობს. ხო და არ უნდა იყოს, ესე იგი, აი ესე ჩაფრენილი და ეხლა რა ხდება ყველაზე უფრო უარესი კომბინაცია. ეს რა არის? რომ სკოლამდელ ასაკში, როდესაც ბავშვს სისხლხორცეულად სჭირდება დედასთან სიახლოვე. თანაც სიახლოვე აბსტრაქტული კი არა. აი ესეთი სიახლოვე რომ აქვე არის დედა, აი გვერდით ოთახშია და როცა მინდა მივალ და ჩავეხუტები და ხელს მოვკიდე. ეს რომელ წლამდე? აი რომელ წლამდე მაგაზე ფორმულა, რამდენი წლისაც არის ბავშვი, იმდენი საათი შეიძლება უდედოთ რო იყოს. საშუალოდ რა, დღე-ღამის განმავლობაში. დღე-ღამის განმავლობაში. ესე იგი 1 წლის თუ არის, ნუ 1 წლის თუ არის 1 საათი. ხო, 1. 2 წლის თუ არის 2 საათი. დღეში 2 საათი. მაგრამ ნახე აქ ორი მხარეა. მე ვამბობ, უნდა იყოს უდედოთ. უნდა იყოს მეთქი. 2 წლის ბავშვი რო არის, უნდა მიეჩვიოს ის 2 წლის ბავშვი, რომ 2 საათი უდედოთ იყოს. სიფხიზლეში ხა როდესაც იძინებს და ისა არ. ხო, ესე იგი 2 საათი ყოველდღიურად უდედოთ. არც ის ვარგარო სულ დედასთან რო არის. კი ურჩევნია ბავშვს. მაგრამ უნდა მიეჩვიოს ნელა-ნელა უდედობასაც. ხან მამასთან იყოს, ხან მამიდასთან იყოს, ხან ბებია, ხან მეზობელი რაღაცა, აი ასე.
2 საათი. მაგრამ 3 წლის არის 3 საათი. დაახლოებით რა ეხა ხო და დანარჩენი საათები უნდა იყოს დედასთან. დედა ფლატ ვარა, აი გვერდით ოთახშია. ესე იგი მეგულება მე რომ როგორც კი მომინდება, მივირბენ ჩავეხუტები, ხელს მოვკიდებ. აი ეს შეხება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ აბსტრაქტულად რომ მე შენ მიყვარხარ და ეს არის სრული უაზრო ყალბის სიტყვების რახარუხი 4 და 5 წლის ბავშვისთვის. ხო და ესე იგი ის რომ ხელის მოკიდება უნდა შემეძლოს, როცა მომინდება 5 წლის ბავშვი 5 საათი კარგი იქნება საბავშვო ბაღში დაუშვათ ან სადღაც, მაგრამ დანარჩენი დრო დედასთან უნდა იყოს. დღეს სამწუხაროდ. ხო და ესე იგი არ არის მასშტაბი, როცა ბავშვი სისხლცეულად ჭირდება დედა, იმ დროს აკლია დედასთან სიახლოვე, ხო? ახლა გახდა 13, 14, 15 წლის და დედა არ შორდება. როდესაც უკვე უნდა დედას დაშორდეს და мама შემოდის უკვე როგორც გადამწყვეტი უკვე რომ მამამ უნდა საზოგადოებაში გაიყვანოს და მამისეული სიყვარული სჭირდება უკვე ამ დროს და მამის ხელი სჭირდება და ამ დროს და დედას უნდა დაშორდეს, დედა უნდა გახდეს მეგობარი მისი უკვე სხვა ურთიერთობა უნდა ისა ხო დამყარდეს სულ და ამ დროს ებღაუჭე, ესე იგი როცა სჭირდებოდა არ ყავდა და ახლა ჩაებღაუჭა და არ უშვებს. ნუ სრულიად დარღვეულია. თუ თავდაყირა რა ყველაფერი და ამის მერე რა გვიკვირს რომ მე ის მიკვირს რომ რაც კიდე შერჩენილი გვაქვს, როგორ გვაქვს ეს შერჩენილი, რომ რაც ბავშვმა გადაიტანა თავის ბავშვობაში და რაც ქართველმა ერმა გადაიტანა საუკუნეთა განმავლობაში, აი როგორ დავრჩით, უბრალოდ როგორ გადავრჩით და ადამიანები როგორ ავართ კიდე დღეს, მე ეს მიკვირს რომ მხეცებად როგორ არ გადავიქეცით, აი რა ისტორია ჩვენ ქონდა და რაც გადაიტანა მთლიანად ერმა. და ეს ისტორიულ მეხსიერებაში რა საშინელი ჭრილობებიც და ეს საშინელებები რო არის სულ. ასე რომ მე კი არ მიკვირს ის რაც ხდება. ეს ყველაფერი ბუნებრივია და მე პირიქით კიდევ ვიმეორებ, მე ის მიკვირს რომ შევინარჩუნეთ კიდე, ესე იგი რამდენად ძლიერი გვაქვს რაღაც შინაგანი ჩვენ ქართველებს. რომ შევინარჩუნეთ კიდე ქართველობაც ასე თუმცა ძალიან შერყეულად, მაგრამ ნუ მაინც ასე თუ ისე ნახევრად და ადამიანობა რომ შევინარჩუნეთ. მაგრამ ვიღუპებით ხო უკვე დღეს. იმიტომ რომ პირდაპირ დემოგრაფიულად ვიღუპებით რა, აღარ დარჩე უმცირესობა ვიქნებით ქართველები. ხო და უნდა გონს მოვიდეთ უკვე. ხო და კი მიზეზები გვაქვს, გასაგებია ეს, რომ კანონზომიერია და მაგრამ ხო უნდა შეიცვალოს ეს. ოჯახში უნდა შეიცვალოს, სკოლაში უნდა შეიცვალოს და მთლიან საზოგადოებაში უნდა შეიცვალოს. რომ არ უნდა გარბოდეს ქართველი ახალგაზრდა. რატომ გარბის? რატო ძულს აქავრობა? რატომ შეაძულე აქავრობა? ძალიან მწარე მაგალითია ის, რომ განათლების ერთ-ერთი მინისტრი იყო ჩვენი. რომელმაც თქვა, რომ ქართული ლიტერატურის მრავალი ნაწარმოებიო, ძველი ქართული ლიტერატურის მრავალი ნაწარმოებიო ისტორიის სანაგვეზეა გადასაყრელიო. მან ეს თქვა, მე ეს გამოქვეყნდა. დაუშვათ და ეს თუ ჟურნალისტის მოგონილი იყო, მას ხო შეეძლო უარყოფა. ხო შეეძლო რომ ეს არ მithქვა ესეთი რამე და რატომ აწერთ ამასო? არა, ესე იგი მან მართლა თქვა ეს. ხო? ხო და აი საკითხი იცი რა არის? რომ რატო შეაძულა ასე სკოლამ საქართველო? ვინ შეაძულა? აი იმან რომ მე-9 კლასში რომ შუშანიკის წამებას რო აძალებდნენ. აი იმან შეაძულა. მე რომელიც ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი შემადგენელი მუსიკა ისეთი მიდრეკილება მაქვს მუსიკისკენ და მე შემაძულეს მუსიკა ისე რომ მუსიკის წრეზე დანახვა არ მინდოდა ბავშვობაში, ხო? თურმე ამ დროს შინაგანად ვარ მუსიკისკენ მიდრეკილი ისე რომ ვერ გამაჩერებ. და მოახერხეს და შემაძულეს ის მუსიკა, ხო? და ასევე მთლიანი საქართველო რატო შეაძულე? დაუკვირდი რა, რატომ შეაძულე ასე? ესე იგი რაღაც უნდა შევცვალოთ, ხო, ძალიან. რა უნდა შევცვალოთ? ხო და ფსიქოლოგმა უნდა გითხრას ეს. რაც უნდა შევცვალოთ. და რა მიმართულებით უნდა შევცვალოთ? შეგიძლიათ მოკლედ გითხრათ. ой ძალიან კომპლექსურია. ოჯახი
აი ამ თანმიმდევრობით მახინჯდება ბავშვი ზუსტად. ოჯახი, სკოლა, საზოგადოება. აი ზუსტად ამ თანმიმდევრობით და სამივე ამ იმაზე უნდა ძირფესვიანი ცვლილებები. ძირფესვიანი. ძალიან ემოციური იყო ჩემთვის ამის მოსმენა. ძალიან. რახან ოჯახი ახსენეთ პირველად. იცით რა მაინტერესებს? რაღაცა ხო არის, რაღაც უკეთესობა ხო შეინიშნება. მაგალითად, ადრე სახაზავებით რო ურტყავდნენ ბავშვებს და ისე ზრდიდნენ და რაღაცა ასკეტური აღზრდა რო იყო, დღეს ეგ აღარ გვაქვს. მაგრამ დღეს რა პრობლემა გვაქვს ოჯახში? მიგდებული რო არის ბავშვი. და მე არ ვიცი რომელი ჯობია რა, ბავშვის მიგდება ჯობია თუ ყურადღება რომ მიაქციო და ხანდახან სახაზავითაც რო ცემო. რომელი ჯობია ვერ გეტყვი მე. მე მგონი აი ასე მიგდებით უფრო მახინჯდება ბავშვი, იმიტომ რომ ჯერ ერთი ხო დედის სიახლოვე მისთვის სიხორცევლად აუცილებელია. ვერ ვითარდება რა ბავშვი უკვე. ის ბავშვი ნახევრად უკვე პოტენციურად ის აი ბავშვი დედის სითბო რო დააკლდა, დედის სიახლოვე რო დააკლდა, ის უკვე პოტენციურად არის მიდრეკილი აგრესიულობისკენ, ნარკომანიისკენ, აზარტომანიისკენ და ნუ დამახინჯდა უკვე 6 წლამდე უკვე ბავშვი უკვე დამახინჯდა სკოლაში რომ მოვიდა ბავშვი. ის უკვე არის ნახევრად სსმ მოსწავლეა რა, ნახევრად. ხო და სახაზავით ცემაც ამახინჯებს რა თქმა უნდა. მაგრამ ის რომ ბავშვი მიგდებულია და მიგდებულობაზე უარესი მერე და მიჭიჭინებულია ეკრანზე და ეს ეკრანომანია უკვე არის აი ჯოჯოხეთსო ერთი მუგუზალი აკლდაო და აი ბოლო ის არის რა ასე ვთქვათ რა აი ბოლო მუგუზალი ეს ეკრანომანია რომ უკვე დაღუპულია რა ასე ვთქვათ იმ ბავშვის მომავალი. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ თემაზე და ძალიან მინდა რომ ვახსენოთ ამ პოდკასტშიც. ეს არის ბილდსიტყვაობა. შობლების, უფროსების ბილდსიტყვაობა, რასაც ისმენს ბავშვი. თუ შეგიძლიათ ფსიქოლოგიური დასკვნა გითხრათ, რა გავლენას ახდენს ბილდსიტყვაობა ბავშვზე? აი მე რომ ვთქვი, სქესობრივი აღზრდა მეთქი მახინჯურად არის, ერთ-ერთი აი ესაა. ხა რა არის ეს, რომ ჯერ ერთი ფილმებშიც რო წამდა უწუნგინება რო ისმის. ფილმებშიც და მე ამ ფილმებს ბაძავენ ეს ეგრეთ წოდებული პროგრესული ოჯახები და ნუ უკვე ესე იგი რა კი აღარ არის ეს აკრძალული, მოდი რა მეც როცა მომინდება შევიგინები და ისა. და გინება არის ძალიან მძიმე დაღი, როცა ხშირად ესმის ბავშვი და მით უმეტეს ოჯახში. ან ფილმებიდანაც. ახლა რატომ? რა არის გინება, რომ დაუკვირდეთ ფსიქოლოგიურად? ეს არის აგრესიის გამოხატვა სქესობრივი კავშირებით, ხო? ესე იგი თითქოს აგრესიას მე გამოვხატავ იმით, რომ ვამყარებს სქესობრივ ურთიერთობას. და ეს, როდესაც არის ხშირი ძალიან, უკვე ეს ორი რამე განუყოფლად ერწყმის ერთმანეთს, უკავშირდება უკვე. ანუ აგრესია და სექსი გამოდის შინაგანად გადაჯაჭვული. სინამდვილეში არანაირი არ არის ეგა. აგრესია სულ სხვა რამეა, სექსი სულ სხვა რამეა. მაგრამ აი ამ სიმახინჯის გამო გამოდის ეს წლების განმავლობაში, როცა ბავშვს ესმის გინება ქუჩა, მაგრამ ყველაზე ცუდია, როცა ოჯახში და მამამისისგან და დედამისისგან რო ესმის. ესე იგი საგინებელი სიტყვები არის გენიტალიები არჩეული და ანუ ეს გენიტალიები, რომელიც მოხსენიებულია აგრესიულად, რაც პირდაპირ ასოციაციურად სექსთან მიდის? კი, ასოციაციურად კი არა, პირდაპირ სექსია, ნუ რა. ხო და აი ეს ბავშვის ეგ საიდან გაჩნდა? ეს ხო ცნობილია ისტორიულად საიდან გაჩნდა. ეს გაავრცელეს მონღოლებმა. რა? აი ეს გინება. ეგ იმიტომ რომ მონღოლები იყვნენ, ვიცით ხო, რომ უდიდესი დამპყრობლები და მათი ლამის რო რიტუალი იყო, ის რომ უნდა დაეპყროთ ქალაქი და მერე ქალები გაეუპატიურებინათ. და მათთვის მართლაც ეს იყო რა, რომ აი დავიფყარი და გაავაუპატიურე. ეს მათი ჩვეული ყოფა იყო ეს. და ამიტომ
მათთვის ეს იყო რომ აი მე რომ შენ გჯობნი ესე იგი გაჯობე მე შენ ბრძოლაში და შენი ქალები გავაუპატიურე. და ენაში ქონდათ გინებაში ეს გამოხატული. ხო და მე გავრცელდა მე. და აი ესე იგი აგრესია და სექსი როცა ერთმანეთს უკავშირდება ბავშვის ფსიქიკაში და მის წარმოდგენაში. დამახინჯდა უკვე მისი. აი მარტო ეს ერთი კმარა რომ ის უკვე ჯანსაღად სქესობრივად ვერ აღიზრდება ის ბავშვი. იმიტომ რომ უკვე რაღაცა ეს სექსი უკვე დაიტვირთა რაღაცა ძალიან უარყოფითი მუხტებით უკვე. ხო? ახლა მით უმეტეს ამას თუ დაემატა კიდე ის რაღაც ძველი ზედმეტად ასკეტური აღზრდა რო იყო და ის რო თითქოს და ეს ქალის სხეულის ქვედა ნაწილი რო თითქოს სიბინძური ხო ეს გავრცელებული რა მთელ მსოფლიოში ხო არის ესა რა და ესეც რო დაემატა კიდე ზედ და დამთავრდა რა უკვე რა ნუ იქ უკვე რა სიჯანსაღეზე და რა ნორმალურობაზე შეიძლება უკვე რა ანუ რა შეიძლება მოხდეს სექსისგან ვეღარ მიიღოს სიამოვნება? ხო ესეც შეიძლება მოხდეს მაგრამ მარტო სექსისგან კი არა საზოგადოდ მოპირდაპირე სქესთან ურთიერთობა რაღაცნაირი იქნება რა იქნება აი გრძნობითი ურთიერთობა არ იქნება საქმიანი კი შეიძლება რო აწყოს მაგრამ აი გრძნობითი კარგი ურთიერთობა ვერ აეწყობა ისე ეს მხოლოდ ბავშვის ფსიქიკაში ილექება თუ ზრდასრულის ფსიქიკაშიც ბავშვებიდან მოდის და მერეს დასრულის ფსიქიკაში რჩება სულ. აბა საწავა. ეს რომ მოიხსნას, ამისთვის ფსიქოთერაპია არის საჭირო. არა, მე ვგულისხმობ, როდესაც ზრდასრულები აქტიურად იგინებიან, ეს ქალისთვის და კაცისთვისაც არის ჩვეულებრივი ყოველდღიურობა, სასაუბრო ენაა რა, გინება პირდაპირ. ის ხო თვითონ შეიძლება ანუ სქესობრივად აქტიური იყოს, მაგრამ შეიძლება აქტიურია. ხო, ანუ ბავშვზე არ მაქვს საუბარი, ანუ შეიძლება მაინც აი ასეთი ყოველდღიური სასაუბრო ენა დაილექოს მის სქესობრივ ცხოვრებაზე. კი, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ მისი სქესობრივი ურთიერთობა არ იქნება ჯანსაღი, ისევ და ისევ, იმიტომ რომ გინდა არ გინდა, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ისევ სადღაც არის ასოციაციები აგრესიისა. ჟონავს ეს ასოციაციები, ასე ვთქვათ, მაინც. ისე ზოგიერთი თეორია ხო ამბობს, რომ სექსი აგრესიასთან ძალიან ახლოს არის. არანაირად არაფერი საერთო არ აქვს მაგას. ეს ცხოველების მაგალითი რას გულისხმობ? ესე იგი ცხოველების მაგალითს? აგრესია ცხოველებში ხდება, კი, ზოგიერთ სახეობაში ჯერ ერთი რა ხდება, მამრების ჭიდილი იმისთვის, რომ უფრო ძლიერმა დატოვოს შთამომავლობა, ხო? ეს ხო ბუნებრივია. ესე იგი, შთამომავლობა დატოვოს იმ მამრმა, რომელიც დაამტკიცებს, რომ უფრო ძლიერია და შესაბამისად უფრო მეტი ალბათობაა, რომ შთამომავლობაც უფრო ძლიერი იყოს, ეს ერთია. მეორეა კიდე დედრი ეწინააღმდეგება ხოლმე სქესობრივ აქტს, რატომ? იმიტომ რომ ისევ იგივეა, მამრმა დაამტკიცოს, რომ საკმარისად ძლიერია, რომ ესე იგი ის რომ შთამომავლობა ძლიერი იყოს და მეტად დაცული იყოს და ასე შემდეგ. ესე იგი, მამრმა უნდა მოკლედ დაამტკიცოს, რომ ვარ ძლიერი. აი ეს არის. და ქალის და კაცის ურთიერთობაში მაგრამ აგრესიულ სხვანაირი ეს აგრესია კი არის, მაგრამ ეს არის წმინდად ინსტრუმენტული აგრესია და არა აგრესია აგრესიისთვის. ხო, ესე იგი მტკიცდება ამითი რაღაცეები. ხო, ნუ აქ ინსტრუმენტული აგრესია, საკუთრივი აგრესია, ეს კიდე ცალკე ცნებებია, რომელიც დარწმუნებული ვარ მაყურებელთა უმრავლესობამ. ნუ გამიჯნულად არის ის ერთი რას ნიშნავს, მეორე რას ნიშნავს და ამაზე კიდე ცალკე ვისაუბროთ და ახლა ჩვენი პოდკასტი დასასრულს უახლოვდება და მე აუცილებლად უნდა გკითხოთ განწყობის, ნუ ჩვენი საუბარი თავიდან ბოლომდე არის განწყობის თეორიის თვალსაზრისით, ხო? თქვენ ხართ განწყობის თეორიის სპეციალისტი, მისი განმავითარებელი და თქვენი ყველა დაკვირვება, თქვენი მეთოდები, თქვენი მიდგომები, სწავლა იქნება ადამიანთა შორის ურთიერთობა თუ რა, ეს მომდინარეობს განწყობის თეორიიდან, ხო? ჩვენ პირველ ეპიზოდში ვისაუბრეთ დიმიტრი უზნაძის კვლევით ინსტიტუტზე, თუ რა დღეშია ის დღეს, რომ ჩამონგრეულია ფაქტობრივად სოლოლაკში ეს შენობა, თვითონ საკუთრივ შენობა და ინსტიტუტი ფაქტობრივად აღარ არსებობს და აღარ ფუნქციონირებს ფაქტობრივად და მე ძალიან მინდა რომ ჩვენს მაყურებელს დღეს მოუყვეთ ამ კვლევით ინსტიტუტის ისტორია. მოკლედ. სიამოვნებით. გისმენთ. ეს ინსტიტუტი დაარსებულია დიმიტრი უზნაძის მიერ 1940-იან წლებში. ეს იყო საბჭოთა კავშირში პირველი ინსტიტუტი ფსიქოლოგიის
ესე ცალკე ფსიქოლოგიის ინსტიტუტი მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში პირველი იყო მთელ საბჭოთა კავშირში. და მე აქ მაქვს ეს უნიკალური ფოტო. ვაჩვენოთ მოდი მაყურებელს. ეს არის აი ბატონი დიმიტრი დგას კიბის თავში და მისი გუნდი, მისი მოწაფეები. აი ჩვენი პირველი შემადგენლობა ჩვენი ფსიქოლოგიის ინსტიტუტისა. ეს გუნდი იყო მაშინდელი სოფლიო ფსიქოლოგიის უძლიერესი გუნდი. სოფლიოს მოწინავე იყო ეს გუნდი და საქართველო იყო წამყვანი სოფლიოში მიუხედავად იმისა, რომ აქ იყო საშინელი კომუნისტური იდეოლოგიური წნეხი, ხო? აი ამის მიუხედავად მაინც აახერხებდნენ, რომ ყოფილიყვნენ სოფლიოს მოწინავე პოზიციებზე. მერე ეს მიმართულება განაგრძო და განავითარა ბატონმა შოთა ნადირაშვილმა, რომელიც აქ არ ჩანს, იმიტომ რომ შოთა ნადირაშვილი მომდევნო თაობა არის. ეს არის უშუალოდ ბატონ დიმიტრი უზნაძის მოწაფეები. და მრავალი წლის განმავლობაში მერე ბატონი შოთა ნადირაშვილი იყო ინსტიტუტის დირექტორი. ხო, აი ეს არის ბატონი დიმიტრი. აი ეს. დიახ. რამდენი ქალია? და ძალიან ძლიერი ფსიქოლოგები, ძალიან. აი ეს ხო გეუბნებით, ეს არის დღემდე მე ყოველ ნაშრომში მაქვს ციტირება რომელიმე 1, 2, 3 აი ამ მეცნიერისა, იმიტომ რომ ეს მარტო ისტორიული ღირებულება კი არ არის, მათ შექმნეს ისეთი მემკვიდრეობა, რომელსაც არ ეკარგება ღირებულება დროის გასვლასთან ერთად. ფსიქოლოგიაში შეიტანეს საგანძურში მუდმივი რაღაცა ისეთი წვლილი. რეალური და არა მარტო ის სიტყვების რა ახარუხი, როგორც ძალიან გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით დღეს. ხო, მაგრამ მაშინ იყო, როგორც გითხარით, საშინელი კომუნისტური იდეოლოგიური წნეხი. და გაბატონებული იყო მარქსიზმის ლენინისტური ინტერპრეტაცია. მატერიალიზმი ისედაც არის მარქსიზმი, მაგრამ აი ლენინმა კიდე როგორც გადამუშავა აი ისეთნაირი მარქსიზმი. რასაც ეწოდებოდა მარქსიზმ-ლენინიზმი. აი პირდაპირ ასე ეწოდებოდა. და რაც ამის დოგმებში არ ჯდებოდა, ის ყველაფერი იყო არა მარტო აკრძალული იყო, ის იყო როგორც მავნებლობა პირდაპირ შავბნელი რაღაცა ძალა, რომელიც უნდა მოისპოს და განადგურდეს. მაგალითად როგორიც იყო განწყობის თეორია. ხო. და საუბედუროდ ქართველებმა წამოიწყეს ეს ჩვეულებრივი შურის და აი ხო, როგორც ხდებოდა. და საჩივრები დააწერეს ქართველებმა. რომ აი განწყობის თეორია არის იდეალისტური თეორიაო. და დააწერეს არგუმენტები, რომ განწყობის თეორიაში დარღვეულია მარქსიზმ-ლენინიზმისა და მატერიალიზმის პრინციპები. და დაიწყო ამ საკითხის შესწავლა. მთავრობამ დაიწყო ამ საკითხის სერიოზული შესწავლა. და ძალიან ძიმე დღეები გადაიტანა ამ ინსტიტუტმა. ჯერ პირადად დიმიტრი უზნაძემ. პირადად დიმიტრი უზნაძეს ოჯახში ჩემოდანი ჰქონდა ჩალაგებული და გაამზადებული. და ღამით მანქანის ხმას რო გაიგონებდნენ, ეღვიძებოდათ. და ესე იგი რა ძილი ჰქონდა მას და რა ცხოვრება ჰქონდა, რომ ყოველ ღამით შეიძლებოდა მისდგომოდნენ, რომ დაეჭირათ და სადღაც წინბირში და სადღაც ან გაეცინბირებინათ, ან დაეხრიდათ პირდაპირ. და იმიტომაც გულმა ვერ გაუძლო და გულის იმის გამო გარდაიცვალა. მერე ინსტიტუტში სამეცნიერო კონფერენციის, იმის სამეცნიერო სემინარის დროს. მაგრამ მისი გარდაცვალების მერეც გრძელდებოდა ეს შემოტევა ინსტიტუტზე. იმდენად რომ აი ბეწვზე იყო, რომ აი ინსტიტუტს ხურავენ, არ ხურავენ. ინსტიტუტის დახურვას მერე პირდაპირ მოჰყვებოდა ყველა იმ მეცნიერის გაცინბირება,
რომლებიც აქტიურად იცავდნენ ამ განწყობის თეორიასა და იმიტომ რომ თუ კი ჩვენ ინსტიტუტი დავხურეთ, ესე იგი ეს განწყობის თეორია ყოფილა მავნებლური თეორია და მაშინ ამის დამცველები მავნებლები ყოფილან და უნდა მოვაშოროთ იმას. და გავაცინბიროთ და ჩავახშოთ ისინი, ხო? აი ეს სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე იყო ეს. ჩატარდა საგანგებო თათბირები, კონფერენციები და ძალიან გაბედულად ეს ჩვენი ეს გუნდი სწორედ შეიკრა, ასე როგორც იტყვიან ერთ მუშტად და ერთგულად დაიცვეს ეს თეორია, მაგრამ ამათ არაფერი არ უშველიდათ, რომ რამდენიმე რუსმა ფსიქოლოგმა დაგვიჭირა მხარი. და ძალიან ავტორიტეტულებმა აუცილებლად უნდა ვახსენო რუბინშტეინი, ებრაელია, მაგრამ რუსეთში იყო და რუსეთში იყო ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფსიქოლოგი იყო, ლურია კიდე, ეს სოფლიოში ცნობილი ისინი იყვნენ, ყველაზე ცნობილი რუსი ფსიქოლოგები, რომლებმაც მხარი დააგვიჭირეს. იცნობდნენ განწყობის თეორიას და მეტნაკლებად მაინც იცნობდნენ, თუმცა რუსულად მცირე იყო და არა, სხვა შორის დღესაც ისე არის, ყველაფერი კი არ არის რუსულად და ინგლისურად ხომ თლად ძალიან ცოტა თარგმნილი. და სხვა შორის ყველაფერს რომ არ თარგმნიდნენ, იმიტომაც არ თარგმნიდნენ, რომ ეშინოდათ, რომ არ გაეცინბირებინათ. ხო. და რა მოხდა? კიდე ერთი იყო საინტერესო ფაქტი იყო მაგალითად, რომ თქვათ აი ჩვენი ერთ-ერთი ცნობილი ფსიქოლოგი იოსებ ბჟალავა. ხო და პირდაპირ მას პირდაპირ უთხრეს, რომ აი რაში გვჭირდება ეს განწყობის თეორია და თუ მართლა აქვს ამას პრაქტიკული და როგორ არა, იმან უთხრა, რომ ესე იგი თვითონ უთხრა, მე თვითონ მუშაობ ფსიქიატრიაშიო და მე თვითონ ფსიქოზურ დაავადებებს კურნალობ, მე თვითონო და ვიყენებო მე სულო ამ აბა გითხარიო რაში იყენებ, გვაჩვენეო და მოკლედ დამთავრდა ეს საუბარი იმით, რომ პირდაპირ მოუწყეს გამოცდას. ხო და მისცეს ეს ჩვენი კლასიკური საექსპერიმენტო ბურთები, რომლითაც კლასიკური ჩვენი ფიქსირებული განწყობი იცი შენეს ექსპერიმენტი. ხო და დაუდეს ესა და აი ჩვენ ახლა შემოგიყვანთო შენო 5 ავატყოფსო და იქიდან ერთ-ერთო შიზოფრენიას დიაგნოზი აქვს და აიო მიდი და შენ გამოიცანიო რომელიაო. და გამოიცნო ამ ექსპერიმენტი, თუმცა ეს მას გამომართლა, იმიტომ რომ 100%-იანი ხო არ არის ესა რა. აქ ლაპარაკი არის სტატისტიკურ სანდოობაზე, რაღაც კორელაცია და რაღაც პროცენტები და ამიტომ 100%-იანი ვერ იქნება. არ არსებობს ასეთი დიაგნოსტიკა, რომ 100%-იანად მოქცეს ის, მაგრამ რაღაც ხო არის მეტი ალბათობა და მეტი რაგისა ქონდა, და ჩაეტარებინა ექსპერიმენტი. მეტი ალბათობა იყო და გაამართლა. მართლაც ესე იგი გამოვიდა, რომ მან ზუსტად ესე იგი მაშინ 5 წუთში გამოიცნო ის ამ საექსპერიმენტო ბურთი. მოკლედ ასე თუ ისე გადარჩა ეს ინსტიტუტი. ესე იგი ამ წნეხს გაუძლო. რა იყო კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ამ გადარჩენაში. რომ ეს ჩვენი ქართველი ფსიქოლოგები, აი ეს გუნდი, ფოტოზე ვინც არიან, იყვნენ უაღრესად ღრმად განსწავლულები. და ძალიან ძლიერი ლოგიკური აზროვნება ჰქონდათ მათ. მაშინ სხვა შორის ლოგიკა ისწავლებოდა სკოლაშიც, უმაღლესში ძალიან კარგად და იმ ძველი თაობის მეცნიერებს ჰქონდათ გაცილებით კარგი ლოგიკური აზროვნება, ვიდრე სხვა შორის დღევანდელებს. ესე იგი წინსვლის მაგივრად აზროვნება პირიქით უკან წავიდა. ხო. მაშინ ჰქონდათ ძალიან ძლიერი ლოგიკური აზროვნება, ძალიან განსწავლულები იყვნენ და მათ შორის მარქსიზმი, ლენინიზმიც იცოდნენ კარგად. და როგორღაც აი ახერხებდნენ იმას, რომ აი გამძვრალიყვნენ ამ რაღაც იმაში, რომ დაემტკიცებინათ, რომ არ ეწინააღმდეგება განწყობის თეორია იმას. ამ დროს აი აბსურდი რაშია, რომ სინამდვილეში მართლა ეწინააღმდეგება. რა თქმა უნდა. ხო და სინამდვილეში ის საძაგლები, მომჩივნები, ვინც ესე იგი დააბეზღა ეს ჩვენი მეცნიერება და ვინც ეს აღძრა ეს პროცესის ქართველი ნაძირალები, ხო? ისინი მართლები იყვნენ. ნაძირალები იყვნენ მართლები. და ესენი ეს ჩვენი საამაყო მეცნიერები როგორღაც ცდილობდნენ, აი რო იტყვიან ნემსის ყუნწში როგორღაც უნდა გამძვრალიყვნენ. აი ესენი იყვნენ ჭკვიანი. მე მაგაზე სხვა შორის გამოქვეყნებული მაქვს სტატია, აი ამ ჟურნალში არის, ეს არის ჟურნალი აფინაჟი, ქუთაისში გამოიცემა, ძალიან მიხარია რომ ქუთაისში ასეთი ჟურნალი გამოიცემა, ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან, გამომცემლები და
ინტერნეტში არის ეს, ყველას თუ დაინტერესებს, შეგიძლიათ ნახოთ დაწვრილებით, მე იქ სწორედ ეს საკითხი მაქვს გარჩეული, რომ აი განწყობის თეორიას რა მიმართება აქვს მატერიალიზმთან, იდეალიზმთან, რომ ეს არც იდეალიზმია და არც მატერიალიზმია სინამდვილეში, მაგრამ მატერიალიზმს ძირეულად უკუაგდებს განწყობის თეორია და ესე იგი, ხედავ აი რა აბსურდული მდგომარეობა იყო? რომ ესე იგი ტყუილი როგორღაც უნდა დაემტკიცებინათ, რომ თავი გადაერჩინათ. შეგიძლიათ მოკლედ გითხრათ მატერიალიზმი რას ქადაგებს და განწყობის თეორია რითი უპირისპირდება? მატერიალიზმის მიხედვით და აი ლენინის პირდაპირი ფორმულა ის არის, რომ ჩვენი ფსიქიკა არის აირეკლავს ობიექტურად არსებულ სამყაროს. და ცნობიერება, ფსიქიკა კი არა, პირდაპირ ცნობიერებაზე ამბობს. ცნობიერება. ახლა განწყობის თეორიის პირველი პოსტულატი არის ამას ქვია უშუალო განწყობის თეორია იწყება ანუ უშუალობის პოსტულატის უკუგდებით. ესე იგი უზნაძემ დაიწყო იმ თეორიული მეთოდოლოგიური საფუძველი იმით, რომ უშუალობის პოსტულატი არის მცდარი. არსად არ ამართლებს უშუალობის პოსტულატი. ესე იგი ცნობიერება ობიექტურად არსებულ სამყაროს კი არ აირეკლავს. არა. ცნობიერება აირეკლავს რეფლექსია, რასაც ქვია, ცნობიერება აირეკლავს თვითონ ინდივიდის სულში მიმდინარე განცდებს. და ის გარე სამყარო როგორ შემოდის, გარე სამყარო შემოდის აღქმით. მაგრამ აღქმა ვინ აღიქვამს? ინდივიდი, რომელიც უკვე განწყობილია როგორღაც. და ჩვენ ვიცით მრავალი მაგალითი, რომ ერთი და იგივე გარემო სინამდვილეში სულ სხვადასხვა სიტუაციად ყალიბდება იმის და მიხედვით თუ როგორია ჩემი мотиваცია იმ წუთში. ესე იგი, გარემოსგან იქმნება სიტუაცია აქტუალური განწყობის მიერ. ესე იგი, მე აღვიქვამ გარემოს არა ისე, როგორც ის არის, არამედ ისე, როგორიც მე ვარ. ნაწილობრივ. ანუ მე ჩემი განწყობა გადაასხვა ფერებს. კი. ისე, როგორიც აქტუალურია იმ მომენტში. გადაასხვა ფერებს ამ გარემოს. აქტუალური გამომდინარე იმ წუთში ჩემი მოთხოვნილებები. ჩემი მოთხოვნილებისა და ისე აღვიქვამე გარემოს. და არავითარი არეკლა არ ხდება. არა. არეკლა ხდება კიდევ მეორე რეფლექსია პირდაპირ ტერმინი ნიშნავს არეკლას ეტიმოლოგიურად. არეკლა ხდება ცნობიერება რეფლექსიურია, სწორედ ანუ ცნობიერება არის ამრეკლავი, მაგრამ რას აირეკლავს? გარემოს კი არ აირეკლავს. თვითონ ჩემში რო რაღაც პროცესები მიდის, განცდები, ფიქრები, გრძნობები, იმას აირეკლავს. აი ეს არის ცნობიერება. აი განწყობის თეორიის თვალსაზრისით, რომ ესე იგი მე აი თქვათ მეც და ძაღლიც ორივეს გვეშინია. შიში არის გრძნობა, რომელიც ერთნაირია და სხვა შორის სხეულებრივი გამოვლენები მსგავსია. შიშის. მაგალითად ძაღლზე რო იტყვიან ბალანი აებურძგლა, ხო, ბრაზილიდან შიშისგან, ხო? ადამიანზეც არის ენაშიც კი ეგ რომ თმაყალზე დაუდგა, ტანში დაბურძგლა, იმიტომ რომ მასშტაბი გრძნობები მსგავსია ჩვენი და ძუძუმწოვრების. ხა განსხვავება რა არის ძალიან პრინციპული, რომ ადამიანი არა მარტო ეშინია ადამიანს, არამედ ადამიანმა იცის რომ მე მეშინია. ესე იგი ადამიანს აქვს სიტყვიერად, აი ეგ არის ადამიანი პირველ რიგში მთავარი თვისება, პირველი არის მეტყველი. სიტყვა რა არის? რომ შიში ეს კატეგორიზაცია, აი შენი სამაგისტრო ნაშრომი. მაგაზე ცალკე გვექნება. ესე იგი, არა მარტო გრძნობა, მაშინვე იჯდება სიტყვიერ იმაში კატეგორიზაცია, რომ ეს არის შიში, ეს ერთი. მერე რომ მე ვარ ეს, მე მეშინია. აი ამის მსგავსი არან პატარა ნატამალიც არც ერთ ცხოველს, არც ერთ რობოტს არ შეიძლება კონდეს. თუ ერთს ექნება. ხო. და მაშ აი ეს არის ძალიან უცნაური, რომ მაშ განწყობის თეორია დაიცვეს ისე, რომ როგორღაც მოახერხეს ის, რომ არ ეწინააღმდეგება მატერიალიზმსო და ინსტიტუტი გადარჩა. ესე იგი გადაურჩა კომუნისტურ საშინელ წნეხს. და ჩვენ თვითონ მოვუღეთ რა მოხდა მერე ახლა? ხო, კაი, მერე მოხდა უდიდესი მიღწევა ჩვენი ქართული ფსიქოლოგიის და კერძოდ ჩვენი ინსტიტუტის, ეს იყო 1976 წელს, ეს იყო ჩაატარდა მსოფლიოში მეორე კონფერენცია არაცნობიერზე. მაგრამ პირველი კონფერენცია იყო ძალიან ვიწრო და ძალიან ესე იგი მრავალი სახელმწიფო არ მონაწილეობდა და რის იყო და აი ეს იყო მთელი მსოფლიო რომ მოიცვა. და ჩატარდა თბილისში. აი ეს იყო ჩვენი ფსიქოლოგიის აღიარება მსოფლიო დონეზე.
რომ მაშ თბილისში ტარდება არაცნობიერის ყველაზე დიდი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მაშინდელი მსოფლიო ფსიქოლოგიის ყველაზე ცნობილმა მეცნიერებმა, ვინც კი რაღაცნაირად ვისაც კი აინტერესებდა არაცნობიერი. ნუ რუსები და საბჭოთა მეცნიერები ხო თავისთავად, მაგრამ უცხოელებით, მათ შორის მაგალითად ზიგმუნდ ფროიდის ქალიშვილმა ანა ფროიდმა მისასალმებელი წერილი გამოგზავნა და მან თქვა, რომ პატივსცემს ამას და პიაჟეს ისინი რა ქვია, ჟან პიაჟეს მოწაფეები და აი ეს ძალიან დიდი ის იყო აღიარება. გამოიცა 4 ტომი, აი ასეთი დიდი 4 ტომი, რომელშიც სტატიები არის 4 ენაზე თუ 5 ენაზეა გამოქვეყნებული სტატიები და ეს არის უძვირფასესი 4 ტომეული, იმიტომ რომ აქ არის აი ძალიან ძვირფასი სამეცნიერო გამოკვლევები თავმოყრილი მთელი მსოფლიოდან არაცნობიერის შესახებ. ახლა რატომ არაცნობიერი მაინდა-მაინც? იმიტომ რომ აღიარა მსოფლიო მეცნიერებამ, რომ განწყობის თეორია არის ფროიდისეული ფსიქოანალიზის ალტერნატიული თეორია არაცნობიერისა. არაცნობიერის ცნება შემოიტანა პირველად ფროიდმა, ხო, ფსიქოლოგიაში და ნუ ფილოსოფიაში მანამდეც იყო, მაგრამ ისე იყო აბსტრაქტულად და აი კერძო ფსიქოლოგიაში ფროიდმა შემოიტანა და განავითარა და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც უკვე თქვით, მისი თეორია ძალიან გადაჭარბებულია და მრავალი მცდარი ისდა და აი განწყობის თეორია გვაძლევს ალტერნატიულ ხედვას და დამუშავებას არაცნობიერისა. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დღეს მაგალითად მსოფლიო ფსიქოლოგიაში ვერ ნახავთ თქვენ აი იმის გარდა, ისევ ფსიქოანალიზის გარდა ვერ ნახავთ თქვენ რომ კარგად დალაგებულად, ლოგიკურად, მეცნიერულად იყოს დალაგებული ეს საკითხები, ეს პროცესები, ცნობიერება, არაცნობიერი, როგორ მიემართება, როგორ მიდის ეს პროცესები, რა როლი აქვს თვითეულს და ასე შემდეგ. მხოლოდ განწყობის თეორიაში ეს საკითხები დამუშავებული. ნებისყოფაზე მოკლედ რო ვისაუბრეთ ჩვენ, ერთადერთი თეორია, რომელშიც ნებისყოფის ცნება არის მეცნიერულად განმარტებული, ეს არის განწყობის თეორია. სხვა თეორიები ვერც კი განმარტავს ამ ცნებას. აი უბრალოდ რო განმარტოს ნებისყოფა ეწოდება ამას და ამას. ვერც კი განმარტავენ. და განწყობის თეორიაში განმარტებულიც არის და დამუშავებულიც არის და მე ბატონ შალვა ჩხარტისუს შვენიერი წიგნი აქვს ნებისყოფა და მისი აღზრდა უკვე პრაქტიკული გამოყენება უკვე როგორ ამისი. და ძალიან მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რა არის ნებისყოფა. აი განწყობის თეორიის თვალსაზრისით. მაშინ ჩვენ ხო ვთქვით, რომ უშუალობის პოსტულატი მცდარია და სინამდვილეში განწყობა მართავს ყველაფერს. ქცევა არ არის მეობის ხელში, როგორც ყველა სხვა თეორიას გონია ფროიდსაც და სულ ყველა სხვასაც. ქცევა არის მიბმული პირდაპირ აქტუალურ განწყობაზე. ეგო, ანუ მეობა ქცევას ვერ მართავს. მაგრამ პირიქით, ესე იგი პირიქით, განწყობა მართავს იმასაც, მეობა, ცნობიერებასაც. მეობას. ანუ არაცნობიერი მართავს ცნობიერს სინამდვილეში. ოღონდ, ახლა აქ არის დიდი მნიშვნელოვანი ოღონდ, რაც არც ფროიდს ჰქონდა და მაშინ რა არის ეს მნიშვნელოვანი, რომ ცნობიერებას აქვს ის ძალა და უნარი, რომ უკუზემოქმედება, რომ ჩაერიოს, არაც როგორ განწყობა უნდა გადააყალიბოს მან. ამისთვის საჭიროა ობიექტივაცია, ანუ ყურადღებისკვრისა და გააზრება და ნუ ეს სხვა ცნებაა და მერე იმისთვის რომ განახორციელო უკვე ნებისყოფა. მაშინ ნებისყოფა რა არის? ეს არის ცნობიერების ის ძალა და უნარი, რომ განწყობა, თავისივე განწყობა გადააყალიბოს ისე, როგორც მიაჩნია საჭიროდ. და მე ამ გადაყალიბებულმა გააცნობიერა, გაიაზრა, გადაწყვიტა, რომ ასე ჯობია, ჩაერია განწყობაში, გადააყალიბა და მე ის განწყობა გაადავა ქცევაში. ანუ ის გადაყალიბებული. ესე იგი, ქცევის მართვა ისევ განწყობის მეშვეობით ხდება. უშუალოდ არ შეუძლია მეობას, შენ რაც გინდა გეგმები დააწყო, რაც გინდა გადაწყვიტო, არა, ისევ განწყობი. აი ნებისყოფა ეს არის სწორედ. რომ მართო შენივე განწყობა. აი ეს არის ცნობიერებას ეს უნარი აქვს. ესე იგი ეს ყველაფერი განხილული იყო იმ კონფერენციაზე. კი ბატონო, უშუალოდ ნებისყოფაზეც არის აქ მოხსენება მათ შორის ამ წიგნში და რა მოხდა მერე? მერე ყველამ ვიცით, რომ 1990-იან წლებში საშინელება მოხდა
პუტჩი იყო ხუნტამ ჩაიგდო ხელში ძალაუფლება და საშინელი გაჭირვება, უბედურება დენი არ იყო, წყალი არ იყო, ტრანსპორტი არ იყო და იქ ინსტიტუტის მუშაობა ყველა ინსტიტუტი გაჩერდა მაშინ. რა უნდა სახლში ვიღაცა რაღაცას მეც მუშაობდი და მაგრამ და მეცნიერება ძალიან უკან წავიდა იმ წლებში. ბუნებრივია ეს, ხო? და მე სადღაც 2000 წლიდან დავიწყეთ ჩვენ წელში გამართვა, ასე ვთქვათ. ჯერ ბატონი შოთა ნადირაშვილი იყო დირექტორი, მე ირაკლი იმედაძე იყო და მე ვიყავი დირექტორის მოადგილე მაშინ. და ნელ-ნელა დავიწყეთ წელში გამართვა და უკვე ვიწყებდით იმას, რომ ინგლისურად უნდა ვთარგმნოთ რაღაცეები, ინტერნეტში განვათავსოთ, ნელ-ნელა უნდა გავიდეთ ამ საერთაშორისოზე და ამ დროს ჩვენ ნაცების ხელისუფლებამ უცებ პოლიტიკური გადაწყვეტილებით მიგვაერთეს ილიას უნივერსიტეტს, ისე რომ ჩვენ არც კი ვკითხეს ისე. მე ის შენობა სუწაგვართვეს, გადაგვიყვანეს სადღაც მისი რომ ილიას უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსის რომელიღაც საართულზე და მან ამას წინ უძღოდა რომ მთელი ჩვენი ქონება რაც იყო, ეს იყო ცოტა ძველი ხელსაწყოები, რომელიც უნიკალური ხელსაწყოები იყო, იმიტომ რომ ისტორიაა ესა. აი მასეთი ხელსაწყოები ფსიქოლოგიის ინსტიტუტებში აქვთ გამოფენაზე, აი შუშის იმაში აქვთ ხოლმე თაროებზე, რომ აი ისტორია, ხო ესა. ეს ძვირფასი ხელსაწყო დღეს კი აღარ გამოიყენება, დღეს კომპიუტერით კეთდება, მაგრამ ეს ხო არის რელიკვია ისტორიული. და ბიბლიოთეკა რაც თავარია. ჩვენ ინსტიტუტს ჰქონდა ძალიან ძვირფასი ბიბლიოთეკა. ორი თვე მე პირადად და ბიბლიოთეკარი ერთად თან ზამთარი იყო და ციოდა. ბიბლიოთეკაში გათბობა არ არის. მოუწია მაინდა-მაინც იანვარი, თებერვალი. და წიგნები ბუნებრივია მტრიანია და აი ამ მტრიანი ბიბლიოთეკა სათითაოდ გადავარჩიეთ, იმიტომ რომ უნდა გადაგვეტანა, ხო? და თანაც იმ ბიბლიოთეკაში ძალიან ბევრი იყო ზედმეტი, მართლაც, ესე იგი რა იყო ზედმეტი? აი კომუნისტური პარტიის რაღაც ჟურნალები, წიგნები, რაღაცეები, რაც არაფერი საჭირო რომ არ იყო მასეთები, ხო? და ესე იგი სათითაოდ ყველა წიგნი გადავარჩიეთ ჩვენ. დავახარისხეთ და ჩავაწყვეთ ყუთებში. და დავაწერეთ რა არის ამ ყუთში და დაახლოებით 30-40% მაკულატურაში ჩავაბარეთ. რომ ეხლა ტყილა რო არ ეს იყო უდიდესი უზარმაზარი შრომა, ხო? გადავზიდეთ ეს ბიბლიოთეკაც იმ შენობაში და ერთ თვეში დაგვიხურეს ინსტიტუტი. ეს ჩაიდინა მაშინდელმა რექტორმა ილიას უნივერსიტეტის იყო გიგი თევზაძე და მინისტრი იყო, განათლების მინისტრი იყო შაშკინი. ძირითადი ეს ორი იყო, ვინც ეს ჩაიდინა. და აი მათი დანაშაული კიდე რაში მდგომარეობს, რომ აი ეს უძვირფასესი ბიბლიოთეკა გაანადგურეს. რას ქვია გაანადგურეს? რას ქვია და ჩვენ კიდე მაშინ გვიბრძანეს, რომ არჩიეთო 1500 თუ 1200 აღარ მახსოვს წიგნიო, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად მიგაჩნიათო. და კარგი, ავარჩიეთ ახლა, ბრძანება იყო და ახლა გვიბრძანეს, უნდა შევასრულოთ და ავარჩიეთ ეს და ეს წიგნები აიტანეს ზევით იყო ბოლო სართულზე საერთო ბიბლიოთეკა და დააწყვეს იქ. დანარჩენი ყველა ჩაგვატანინეს სარდაფში და როცა ინსტიტუტი დახურეს, გავიდა 1-2 წელი და ჩვენ არც კი ვიცოდით ისე, ის წიგნები გამოუყრიათ იქიდან გარეთ და ეყარა ეს ყუთები, აი ეს ეყარა გარეთ და მე გადაყარეს თუ მაკულატურაში ჩაბარეს თუ რა ქნეს მე არ ვიცი ეს. მაშ ეს უბრალოდ არის პირდაპირ იურიდიული დანაშაულია ესა, ხო? ესე იგი, მაგალითად, დაწესებულებაში რაღაცა ნივთი რო დაიკარგება, მაგაზე აღიძრება ხოლმე საქმე რომ სად დაიკარგა და აღრიცხული მაქვს ნივთი და რატო არ არის ადგილზე, ხო? და აქ კი ათასობით ძვირფასი წიგნი აღრიცხული, გაფორმებული გაადაყარეს. იმიტომ რომ არსებენ ისინი პატივს ნამდვილ მეცნიერებას. იმათ მეცნიერება გონიათ ისა, რა ქვია,
საოჯახო ძალადობა და რაღაც აი ეს გონიათ კი ბატონო საოჯახო ძალადობა ნამდვილად წავე პრობლემაა და გამოყენებითი ქვია მაგას გამოყენებითი მხარე და ნამდვილად ჩვენი თანამშრომლებიც მუშაობდნენ პირდაპირ მაგ საკითხზე აი ჩვენ ყავდა ფსიქოლოგიის ინსტიტუტში ერთი ქალბატონი რომელიც პირდაპირ მუშაობდა მაგ საკითხზე კი ბატონო მაგრამ ეს არ არის აკადემიური მეცნიერებისა ხო და აკადემიური მეცნიერებას არსებენ პატივს რაც პირდაპირ გამომჟღავნდა იმაში რომ წიგნები გაანადგურეს პირდაპირ უნიკალური ბიბლიოთეკა გაანადგურეს და იმის მერე ასე ინსტიტუტი ესე არის აღარ არსებობს ინსტიტუტი და მასშტაბზე თელმსოფლიოს დაეკარგება ეს უძვირფასესი თეორია ეს მარტო საქართველოს დაანკლისი კი არ არის ეს დაეკარგება რის გამო აი დღეს სულ რამდენიმე მეცნიერი დავრჩით ყველანი ასაკოვანი მეცნიერები ვინც რეალურად და საქმიანად ვიცით განწყობის თეორია ხო და ჩვენ თუ არ მოვასწარით ის რომ ახალგაზრდებს ეს ვასწავლოთ ოღონდ ვასწავლოთ ისე კი არა მეცნიერება ასე არ არის რომ ლექციებზე ასწავლო კვლევაში უნდა ჩაერთო სხვანაირად მეცნიერი ვერ აღიზრდება ის თუ არ ჩაერთო კვლევებში ხო და აი ეს ახალგაზრდები უნდა ჩავთოთ ჩვენ კვლევაში რომ მომდევნო თაობა იყოს რომ ეს თეორია ცოცხალი იყოს მეცნიერულ თეორიას ისევე როგორც ხელოვნება შენ იმაში მუზეუმში ვერ შეინახავ რა ის უნდა ცოცხლად გრძელდებოდეს და აი ახლა სასწრაფოდ სანამ კიდე ცოცხლები ვარ ჩვენ ეს უნდა მოესწროს თუ არა აი ეს უნიშნელოვანესი მსოფლიოსთვის უნიშნელოვანესი თეორია მოკვდება უბრალოდ ჩემი ერთ-ერთი მიზანი ეს იყო ზუსტად განწყობის თეორია რომ გადავწყვიტე შემესწავლა და მე რაც შემიძლია მინდა რომ აი თუნდაც ამ პოდკასტის სახით თუნდაც ჩემ მეგობრებთან ახლობლებთან საუბრით მაინც გავაგებინო ეს პრობლემა პირადად შენი სამაგისტრო კვლევაც ერთ-ერთი ნაბიჯია განწყობის თეორიის განვითარებისა იმიტომ რომ აქამდე გამოუკვლეველი საკითხი რაც იყო იმ მიმართულებით რაღაც ახალი მივიღეთ ჩვენ. კი და ერთგვარად განვავითარებთ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მე თქვენ გითხარით წინა ეპიზოდშიც რომ მეცნიერებას ვეცდები რომ დავუთმო ძალიან დიდი დრო ჩემს პოდკასტში და მე მართლა ვიმედოვნებ მე ოპტიმისტი ვარ ბუნებით და ვიმედოვნებ რომ განწყობის თეორია არ დაიკარგება და განვითარდება მე მჯერა ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის არ ვიცი შეიძლება რაღაცა აბსტრაქტულ იმაში ოცნებებში ვარ რომელსაც ფრთა შესხმა ჯერ არ ვიცი როგორ უნდა მოუძებნოს და განხორციელება მაგრამ მე მიმაჩნია რომ ყველა ჩვენსაც თუ ვეცდებით ვისაც რა შეგვიძლია გონია რომ შედეგი დადგება ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზურა დღევანდელი სტუმრობისთვის ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდებით კიდევ არაერთხელ უფრო სწორედ შევხვდებით არაერთ საინტერესო თემას განვიხილავთ მე კიდევ ერთხელ გთხოვთ თუ თქვენთვის საინტერესო იყო ეს ეპიზოდი გახდით სალომე კასრაძის პოდკასტის გამომწერი და დაელოდეთ კიდევ ბევრ საინტერესო საუბარს დროებით